კიდევ ერთხელ მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. იწყება შაბათის შუადღე. მომარაგებული გვაქვს ახალი და საინტერესო წიგნებიც და გვაქვს მზად ძალიან საინტერესო ვიდეო, რომელიც ლაშა მოამზადა. ავთოგოსალი ეხმარებოდა მას და რა ვიცი, წარადგინე შენთვის. არა, ახალ არაფერს არ ვიტყვი, უბრალოდ ეს არის მთაწმინდის პერიმეტრი, სადაც აი ეს მშენებლობებია, ქაოტური და სადაც ძალიან საფრთხის შემცველი რაღაც ახალი ნაგებობები ჩნდება და ამიტომ ჩვენ ვიზუალურად გადავწყვიტეთ, რომ ეს გვეჩვენებინა მაყურებლისათვის. რომ თვალსაჩინო ყოფილიყო ეს ყველაფერი და ამიტომ ეს მცირე ისეთი ჩანახატი გავაკეთეთ, თუ შეიძლება ასე ითქვას, ვიდეო ბლოგი არის, რა ხდება მთაწმინდას. კი ბატონო, მოდით ვნახოთ და შემდეგ ჩვენ უკვე გავაგრძელოთ აქ საუბარი. ეხლა ჩვენ ვართ მთაწმინდის ქუჩაზე, მთაწმინდაზე ვართ. ეს ქუჩა მოგეხსენებათ ისტორიული ადგილია, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ისტორიული ადგილი საერთოდ მთელ თბილისში და მთაწმინდისათვის არის ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი, რომელიც ადის პირდაპირ პანთეონთან, ტურისტული ადგილია, მაგრამ აი ჩვენ ვხედავთ, მე ამიტომაც მინდა რომ დღეს რაღაც გარკვეული აქცენტი გავაკეთოთ, რამდენად შესაბამისია ისტორიისათვის, თქვათ აქაურობისათვის პრაქტიკულად ის ყველაფერი, რაც აქ შენდება, მე ვგულისხმობ აი ამ საოცარ ურბანისტულ ბარბაროსობას, ქაოსს, რომელიც თბილისში ხდება. აი ჩვენ ვხედავთ მთაწმინდის ასასვლელს, აქ არის ეს ერთი ბეტონის სრული გაუგებრობა, ჩვენ ვხედავთ პანთეონს, ჩვენ შეგვიძლია აქეთ წამოვიდეთ და დავინახოთ ეს სრულიად გაუგებარი, სრულიად შეუსაბამო ადგილისთვის, იერისათვის, ატმოსფეროსათვის, გეოლოგიური თვალსაზრისითაც, რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ, საკმაოდ სახიფათო და უამრავი შეკითხვის და ეჭვის აღმძვრელი ნაგებობა, რომელიც აი აქაც აშენდება ძალიან მალე. აი ეს ნახეთ ეგრეთ წოდებული ტურბაზა, გეგონება რაღაცა საბჭოთა იმაში ვიყოთ, რაღაცა რომელიმე საბჭოთა ქალაქში, რომელიმე ხაბაროვსკში. ახლა გადავინაცვლოთ ოდნავ გვერდით, მე მინდა რომ გავყვეთ ერთგვარ პერიმეტრს მხოლოდ მთაწმინდაზე, რა ხდება აქ, რომ დავინახოთ, ასე ვთქვათ, თვალსაჩინოებისათვის და თავიდანებოდ ესთეტიკას. რამდენად ეს არის უსაფრთხო, აი ეს აჩენს ვიმეორებ უამრავ შეკითხვას. ახლა წავიდეთ ცოტა წინ და დავინახოთ როგორ არის გამოშიგნული, გამოგლეჯილი ფაქტობრივად მთელი ასე ვთქვათ, სხეული მთაწმინდის კლდოვანი ნაწილი. ჩვენ ხედავთ ეს სრულიად ასე ვთქვათ, აქ კლდეც კი ჩამოიშალა, მაგრამ არავინ არ გაითვალისწინა ეს საკითხი და ამიტომ რაღაცა უსწრაფესად, ნაუცბათებად ყოველგვარი გააზრების გარეშე აშენდა კიდევ აი ეს ახალი ბეტონის ურჩხული ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე. ცოტა ხნის წინ აქაურობა სრულიად სარიელი იყო და შემდეგ გამოიგლიჯა ეს კლდე და ამ კლდის მაგივრად ჩვენ ხედავთ უკვე აი ამას, აი ამ ნაგებობას და როგორც ჩანს ეს პროცესი გაგრძელდება ახლა მთელ ამ ეგრეთ წოდებულ ახალ ძველ გზაზე, პოლიკარპე კაკაბაძის და ჭონქაძისა და მაყაშვილის გადაკვეთებზე ეს როგორც ჩანს აი ეს ვაკხანალია გრძელდება. იყო დრო, როდესაც მაგალითად ჩემ ბავშვობაში აქ დავდიოდით და აქედან ვუყურებდით ქალაქს, რომელიც ხელისგულივით ჩანდა. აი ახლა გავიხედავთ აქა და დავინახავთ აქ შენობას. ქალაქი სადღაა? აქ არის რაღაცა დასახლებული ხალხი, არ ვიცით ოფისია თუ საცხოვრებელია თუ თვითონ შევიად გრძნობენ თავს, მაგრამ თბილისი აღარ არსებობს. რაღაცა ბეტონის სიახლე აქ დაგვდა, აქაც შესანიშნავი სანახაობა თბილისის მაგივრად, გადასარევად მოიწვა ადამიანმა მანქანას დააყენა, ღმერთმა ხელი მოუმართოს ნამდვილად, მაგრამ ნუ არანაირი განცდა ასე ვთქვათ, თანამოქალაქეობისა თბილისის მიმართ, აი აქაც იყო ერთი პატარა ჭუჭრუტანა ეგრეთ წოდებული, სადაც ადამიანი დადგებოდა და გახედავდა ქალაქს, აი უცბად, არც მეტი არც ნაკლები 10 დღის წინ ეს არ იყო. აი ეს სოკო ახალი ჩნდება, აი ამოიწვერა, აი ეს ადგილიც დაიფარება. აი კიდევ რომ გავაგრძელოთ ეს შესანიშნავი, ეს უნიკალური ადგილი ყოველგვარი არ მინდა ჩამითვალოთ რაღაცნაირად ესეთ ესთეტიკურ სნობიზმში, მაგრამ სხვა რა არის ქალაქი, ხო? ქალაქს აქვს თავის იდენტობა, თან 1500-სლოვან ქალაქს, ხო ასე ძველ ქალაქს, როგორი თბილისია. ეს იდენტობები შენარჩუნებული, თუ აი აქ მაგალითად ხედი იყო მშვენიერი, ახლა არის აი ავტოფარეხი. სად არის აქ თბილისი, აღარ არის. აქაც ალბათ მანდა ესეც დაინგრევა. შეურაცხმყოფელია ეს ყველაფერი თბილისისათვის.
აგერ ჩვენიერი სანახაობა მანქანებით და შენობებით. სადღა არის აქ თბილისის ხედი? რას ხედავთ აქ? აი ნახეთ, მოსახლე ყიდის აი ამ ძველ თავის სახლს, რაც აბსოლუტურად გასაგებია, ხო, კერძო საკუთრებაა და ადამიანს უნდა რომ გაყიდოს ეს ყველაფერი, მაგრამ ბუნებრივია რომ ქალაქში უნდა დაისვას შეკითხვა, რითი ჩანაცმდება ეს შენობა, აი ისეთივე ბეტონის ან ასეთი, ასე ვთქვათ, მონსტრით, აი მაგალითად გულისხმობ თუნდაც რაღაცა მცირედ გააზრებულობას, თუნდაც აი ამ პატარა სკვერის სახით. რომელიც შესაძლებელია რომ თქვათ იყოს ხო თქვათ აი მაგალითად ამ ბეტონის სიმაღიჯის მაგივრად და ესეც იმიტომ რომ ტვერელის ეკლესია დგას სავარაუდოდ და თქვათ გარკვეული არამხოლოდ რელიგიური არამედ კულტურული კონტექსტის მატარებელია მაგრამ იგივე ტვერელთან ჩვენ ახლა ვნახავთ რაც ხდება მის საძირკველში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელსაც მოხვა საერთოდ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აღშფოთება და დაისვა შეკითხვები სწორედ ამ გაუაზრებლობასთან მიმართებაში, რომელიც აქ შეიძლება რომ ძალიან მალე აღმოცენდეს, იმიტომ რომ პროცესი უკვე დაწყებულია. აი სკვერი სრულდება ჩასასვლელი ტვერელის ეკლესიასთან უნდა გაგრძელდეს შესაძლოა გაგრძელებულიყო ასეთი რამ, მაგრამ აქ უკვე ვეჯახებით ღობეს, სადაც აქ ასევე ახალი შენებლობაა როგორც ჩანს დაწყებული და აქ ასე ვთქვათ ამ სიმწვანით, ხელოვნური სიმწვანით არის ასე ვთქვათ შემკული ეს რომ ჩვენ გაგვიჩნდეს განსთან რომ რაღაცა ძალიან კარგი ხდება აქ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში შინაარსობრივად ხო ეს არაფერს არ ცვლის. აი ვხედავთ ჩვენ რამხელა ასე ვთქვათ ღობე არის, ესე იგი რამხელა რაღაცა შეიძლება აშენდეს. აი ახლა კი გადავხედოთ ტვერელის მიმდებარე ტერიტორიას. აქ უკვე ეს ყველაფერი შემოღობილია, აქაც შემოღობილია, ჩვენ ვხედავთ უკვე იქ რა არის, რა მშენებლობა და ნგრევა არის დაწყებული. აი ჩვენ ახლა მოვედით მაყაშვილის კუთხეში, სადაც ალბათ მაყურებელს ემახსოვრება წლების წინ აქ მოხდა ტრაგედია, აქ იყო ბენზინგასამართი სადგური და მიუხედავად ბევრი გაფრთხილებისა და შეხსენებისა, აქ მშენებლობა არ შეიძლებოდა და ეს კლდე ჩამოწვა ფაქტობრივად და ორი ადამიანი დაიღუპა ეს ბენზინის გასამართი სადგური ფაქტობრივად დაიშალა მთლიანად ისე კლდის ქვეშ აღმოჩნდა მაგრამ აი ეხლა სწორედ ამის გათვალისწინებით რა კი თურმე საშიში ყოფილა ეს კლდე და ეს მთა მიუხედავად იმისა რომ აგერ ეს უშუალებელი შენობებია აქ წამოჭიმული და ალბათ როგორც ჩანს პერსპექტივაში იგულისხმება რომ ეს ყველაფერი კიდე გაგრძელდეს სავარაუდოდ მერია ამიტომ არ მგონია ეს კერძო კომპანიას გაეკეთებინა ჯერ არცევალება და ალბათ არც აინტერესებდეს აი ეს მოაპირკეთეს და მონიშნეს იმ თვალსაზრისით რომ აი აქო არაფრის აშენება არ შეიძლება და აგერ მცენარეების კი ყვავილების კი დაუნგავთ რაც დასაფასებელია მაგრამ ანუ რა კი აქ ადამიანები დაიღუპნენ მხოლოდ ეს ადგილი მონიშნეს იმიტომ რომ აქ მოხდა ტრაგედია მაგრამ კლდე და მთა ხო ერთია რომელიც გრძელდება და აგერ უშუალებელი ფერდობია ესა ხო თბილისის ესე იგი თუ ეს ადგილი საშიშია სავარაუდოდ ხო ბუნებრივია ეჭვი და შეკითხვა ჩნდება რომ სხვა ამ კლდის ამ მთის მამადავითის სხვა ადგილებიც თუ კი ესეთ უხეშარებას მოვახდენთ ასევე იქნება ძალიან სახიფათო და არავითარ შემთხვევაში გარანტიის უსაფრთხოების გარანტიის მომცემელი ანუ მხოლოდ ეს მონაკვეთი არის საფრთხილო და გასათვალისწინები არა ადეკვატური ამაზე გაჩუმება და ამაზე არ რეაგირება, იმიტომ რომ ვიმეორებ, ეს არ არის მხოლოდ დაკავშირებული მხოლოდ ესთეტიკასთან და ისტორიასთან, არამედ არის ადამიანის სიცოცხლესთან და უსაფრთხოებასთან პირდაპირ ბრუნვობაში. მე ვიტყოდი, რომ საერთოდ რაღაც კუთხით მორატორიუმი უნდა გამოცხადდეს, განსაკუთრებით ძველ ქალაქში მშენებლობებზე, სანამ ახალი მეთოდოლოგია და მოდელი არ დაინერგება გადაწყვეტილებების მიღებისა და გადაწყვეტილებების აღსრულების. და ეს თუ დებიუტი იყო ახლა გეგონება მთელი ცხოვრება ამ საქმეს ემსახურება და ლაშა აი რამდენი რამე გვინახავს ამის ირგვლივ მაგრამ ძალიან დამაჯერებელი იყო იმიტომ რომ გავყევით ფეხ მთელ ამ პერიმეტრს და მადლობა ლაშა ავტორს და გადამგებებს ეს უბრალოდ ესეთი ვიზუალური რაღაცა გავიარეთ ამ გზაზე რომელიც მართლაც ნუ თქვენ ნახეთ მაგრამ ლაშა აი ადამიანებს ექნებათ განცდა რომ
და რა მერე? აი აბსოლუტური განცდა არსებობს იმის, რომ მაინც ვერაფერს შეცვლი. ან თითქოს ეს რასაც ცხადია, ჩვენ ყველანი შინაგანად ძალიან ვეწინააღმდეგებით და ვიცით რა მნიშვნელობა აქვს თუნდაც სიტყვასაც კი, როდესაც რა მოცემულობა არის ძალიან რთული. ყოველ შემთხვევაში ახლა არ რეაგირება არ არის გამოსავალი, ხო? არა, თან ჩვენ გვაქვს მაგალითი, როცა სიტყვით და რამდენიმე ადამიანის თანმიმდევრული წლების მანძილზე აქტიურობით ვაკის პარკში არ აშენდა შენობა. და არის უამრავი ადამიანი, ვინც ძალიან აქტიურობს. ჩვენც ბევრმა მოგწერა, რომ უნდათ მონაწილეობა მიიღონ კონკრეტულად აი ამ თაწმინდაზე მიმდინარე ამბების წინააღმდეგ ბრძოლაში. ქალაქის სხვა ადგილებშიც ესეთი პრობლემებია და ამიტომ ვიცი რომ მოქალაქეებმა უნდა იაქტიურონ. რაც უფრო მეც იაქტიურებენ მოქალაქეები, მით უფრო მეტი შესაძლებლობა არის ამ სტატუს-კვოს შეცვლის. და საფრთხე მე მომეწონა, იცი რა, აქ მარტო ესთეტიკაზე რომ არ არის აქცენტი და აქცენტი არის საფრთხეზე, სიცოცხლეზე არ არის მხოლოდ იმაზე ლაპარაკი, რომ მამა დავითიდან ხედი ფუჭდება, მომავალში შეიძლება იქ ცხოვრება ფატალურ საფრთხეებს შეიცავდეს, იმიტომ რომ პირველ რიგში ალბათ იმაზე არ არის რამდენიმე მეტრში, ოდესღაც რო ყდია ჩამოშლილი, იქ გვერდით შეიძლება ბავშვი გაუშვა ეზოში მშვიდად სათამაშოდ თუნდაც თუ არ არასდროს არავინ არ აგო პასუხი. აი ახლა რაღაც ჰიპოპოტამის ძეგლის დადგმას რომ აპირებენ, თავისთავად ეს მეც ძალიან მძაფრად მახსოვს ეს კადრი 13 ივნისიდან ბეჰემოტი რომელსაც ქალაქში დაძდებდნენ და ყველა შეგვიყვარდა რომ მე გულშემატკივრობდით კიდეც, მაგრამ ეს არის უდიდესი ტრაგედიის დღე, რომლის გარდაუვალობა შეიძლება ბუნებრივად შეუძლებელი იყო რომ შეგეჩერებინა, მაგრამ ზომები რო არ მიიღო მაშინდელმა თბილისის მერიამ, ესეც ფაქტია, არ გადაკეტა დროზე გზა და ასე შემდეგ. არავინ არ აგებს ხოლმე პასუხს აი ასეთ ტრაგედიებს, რაც შენ ახსენე, რაც მოხდა. ბუნების კატაკლიზმები და კატასტროფები შეიძლება ვერ შეაჩერო, მაგრამ რეაგირება უნდა იყოს ისეთი რომ არასდროს არავინ კი აი ხო ვაკეშიც რო ჩამოიშალა ხო იქ ჩვენ იმის გამო რომ არ ვენდობით არანაირ საბჭოს და სასამართლოს ასე შემდეგ არ ვიცით არის ზოგჯერ რომ არ არის დამნაშავე დაცულია ყველა ნორმა და მაინც ხდება ასეთი შემთხვევები და არის როცა დამნაშავეა კომპანია რომელიც აშენებს ხო როგორ უნდა გაირკვეს აი ასეთი რაღაცები თუ არ დადგება პასუხისმგებლობა ხელისუფლების და ბიზნესის. ესენი ერთმანეთთან არიან ხოლმე როგორც წესი შეკრული და ამიტომ ვერ გაიგებს ის რა მოხდა იქ რო დაიღუპა ეს ორი ადამიანი აი ზუსტად იმ დღეს ვახსენეთ თუ გახსოვთ ის გალაქტიონის ზუსტად მოხდა გადაცემის მერე ლეჩკომბინატთან და ზუსტად ის ადგილი სხვათა შორის სადაც მიწა ჩავარდა გალაქტიონის ბომბელის გადაცემა სხვაშორის ასე ტრაგიკულად და მე საპროტესტო აქცია იყო და ხელისუფლებამ რა თქმა უნდა ის ხალხი დაადანაშაულა ისინი დააკავეს ვინც აპროტესტობდა ამ უკანონობას და ამ ქაოსს და ამ განუკითხაობას და ამ ურბანულ ბარბაროსობას ის ხალხი დაადანაშაულა პირიქით რომ მადლიერი უნდა იყოს ხო იმიტომ მადლობა უთხრა ისეთ ახალგაზრდას რომ უნდა რომ თავისი ქალაქი თავის სამშობლო დაიცვას და იცხოვროს უკეთეს ქვეყანაში შენ ხელისუფლება როთულ ის არის შენი მტერი, იმიტომ რომ ხელს გიშლის რომ განახორციელო ის რა მარტივი შენი პრიმიტიული და მარტივი ის რა ქვია ბიზნესი. ისე იმას ადანაშაულო შენ დავაპატები. თან მეცილად ამ ადამიანებს ვიცნობთ თავიანთი საქმით და ეს ხალხი ხო ვინც აპროტესტებდა ხომ ეს აი არ ვიცი რა სხვა ვინც ამაზე ყველაფერზე პასუხისგებელი ხარ რაც ნახეთ და რაც ხშირად გვინახავს ის ხალხი ხო აი მერია იქნება თუ სხვა სამსახური ის ხალხი ყველა არის ნამყოფი არ გამოსწორდება სანამ არ ეცოდინება ყველა რიგით მუშაკიდან დაწყებული მერიის თანამშრომლიდან დამსაქმებლი დამთავრებული რომ ნებისმიერ ასეთ შემთხვევას მოყვება მათი პირდაპირი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა როცა შენ უნდა იგრძნო პირდაპირი კავშირი იმასთან რომ შენ რეგულაციებს რომ არ იცავ ესეთი რაღაც ხდება და მე თითი საით გაიშვირო ახლა იქ ვეღარ გაიგო ვერა ვის სახთან ჯერსეთ ეს სახთან მისულ მე საერთოდ მაგრამ ეს სხვა თემა არ ვეთანხმები მაგრამ ზოგადად რა უნდა გააპროტესტო ვის გაუპროტესტო ესეც არ ვიცით მშენებლის ბრალია თვითონ მუშის ბრალია დამსაქმების ბრალია მერიის ბრალია თუ სახელმწიფოს ბედისტური ხო ვერ ხვდები ვინ არის კონკრეტულად დამნაშავე ხო ხო და არა ზუსტად მაგის თქმა მინდოდა ქეთი რომ ეს შესაძლოა გეთანხმებ თუ პასუხისმგებლობა მაშინ აბა იმ ხალხს რა ვისაც იმას მერის სახთან მივიდნენ იმ ღამეს მახსოვს მერი იქნება თუ სხვა ისინი ევროპის ქალაქებში და დედაქალაქებში ნამყოფებიან თავისთავად უნდა ხოთ რომ არსად ასეთი ვანდალიზმი და ჩარევა ძველი ქალაქის ისტორიაში ასეთი უხესი და ბარბაროსი ასეთ არ ხდება არც მილანში, არც პარიზში. ეხო გამორიცხულია, რომ საზიანო და სახიფათო. გამორიცხულია, რომ ქალაქი, რომელიც პატივცემს ისტორიაში ასეთი რამის უფლება მოგცეს. ეს ტყუილია. მაშინ დასკვნა არის მარტივი, ეს ტყუილში მცხოვრ. სულ ტყუილია არ მჯერა, რომ მათ თბილისი უყვართ და საქართველოს. არ მჯერა.
მე მგონი თბილისს ეთყობა როგორ უყვარდათ მის ხელმძღვანელებს წლების განმავლობაში თბილისი. უკვე ეთყობა არქიტექტურულად. და სხვადასხვა ეს ვერ მოვასწარი რომ მე თქვა მე მგონი გადავიღეთ კიდეც ავტოსეკრები ალბათ კადრები აი ეს ნგრევები რო დაიწყო აქ თუნდაც ფსაწმინდაზე აღმოჩნდა ძველი ქვევრები. ესე იგი როგორი ეთნოგრაფიულადაც ძალიან მიყევი რა უყვეს მაგ ქვევრებს მე ნუ ეხლა ამ შემთხვევაში ამაზე არის ეს სადაც ქვევრები იპოვეს ეს ხო რაღაცას რო იპოვიან ეს თურმე ისტორიული ადგილი ყოფილა მაგრამ ეს ხო ნიშნავს რომ მთელი პერიმეტრი ასეთია სავარაუდოდ ხო იმედია მაგ ქვევრს ახლა არ დატეხა ესე იგი წარმოგიდგენთ როგორი ძველი და როგორი საინტერესოა ეს ყველაფერს თავი რო დავანებოთ და ღმერთო ჩემო რატომ არ აქვს უფლება რომ თქვა რომ ეს უბრალოდ არ მოგწონს ეს ბეტონის სიმაღლეჯე რაც შენდება იმის მაგივრად არ ეს ძალიან მნიშვნელოვანია და რატომ და გაბრაზდნენ ამაზე მიუღებლობა თუნდაც ესთეტიკური თვალსაზრისით და ისტორიული თვალსაზრისით დამირო დავანებოთ არა მე იცი რატომ მოვიყვანე ეს არგუმენტი ვისაც ესთეტიკურად შეუძლია რომ შეგეკამათოს რომ ესთეტიკა არ არის ესთეტი მისთვის არის სხვა არგუმენტი არა საკამათო მე მგონი არაფერია მანდ ესთეტიკური თვალსაზრისით მაგრამ ვინც ამბობს რომ არ არის ესთეტი მან იზრუნოს მაშინ უსაფრთხო რა ჩქარა ხდება ეს ყველაფერიც აი მართლა ისიც რომ გაჩვენეთ რომ ამოიწვერა ეს ხარაჩოები რო ქონდა მოსტრებაზია თან ესე სწრაფად როგორ აშენებენ და ეს ავტოფარეხები ქალაქში გადმოკიდებული სემირამიდას ბაღები ეს ავტოფარეხები არის გადმოკიდებული ფარეხები ეს შენობები და ეს რაღაცას არის კარი მიიკეტონ შიგნით და ოდნავი პოლიტიზირების კუთხითაც როგორც თაწმინდის ამომრჩეველმა რო თქვა ესე ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ რომ ეხლა პლუს ამ გრევებთან ერთად ეხლა გაჩნდა ახალი ბილბორდები თავრობის უბრალოდ სახელმწიფო კანდიდატისა. მანამდე ის ჩვენი პრეზიდენტი იყო, ხო თქვენი? მანამდე ძველი პრეზიდენტი იყო, რომელმაც რამდენიმე გააკეთა თაწმინდისათვის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა. ეს ჩვენ ვიცით, ირონიულად ვამბობ ამას. სამეცნიერო უკვე მეშინია, რომ შეიძლება მაყურებელ ვერ გაიგოს სად არის ირონია და სად არის გულწრფელობა, მაგრამ ეხლა გაჩნდა ეს ახალი ბილბორდი. ასევე მინდა ერთხელ ხომ შეიძლება მოხდეს საქართველოში, რომ ოპოზიციის კანდიდატები შეთანხმდნენ ოპოზიციური პარტიები რომ ერთი კანდიდატურა ყავდეთ რომელიც დაუპირისპირდება სახელმწიფო მაგას ვიხვეწები 7 წელია ესე იგი ესეთი ქართული გაუტანლობა ესეთი ამბიციები და ეგოცენტრულობა რომ ყველას შესანიშნავი ახლო მხედველობა შესანიშნავი ძალიან კარგი ადამიანები არიან წარმოდგენილები ყველა ამ ოპოზიციის კანდიდატსაც და ეხლა პიროვნულად არც არაფერს არ მერჩი არც ხელისუფლების კანდიდატს უბრალოდ ხელისუფლების კანდიდატი ამ შემთხვევაში რასაკვირველია იქნება პოლიტიკური ბუტაფორია. სხვა სიტყვა არ მინდა ვახსენო ახლა ამ შემთხვევაში რომ აღარ მინდა რომ გადავიდე რაღაცა ისეთ შეურაცხყოფილი ტონები არ გააჟღერდეს. მაგრამ ოპოზიციის კანდიდატები რასაკვირველია ერთმანეთს წარფევენ ხმებს. გააძლიერებენ რასაკვირველია სახელმწიფო კანდიდატს რომელიც არაფერს არ გააკეთებს თაწმინდისათვის. არაფერს არ გააკეთებს. რასაც ჩასძახებენ ბუნებრივით რომ მისი პოლიტიკური ფუნქცია ასეთია ხელისუფლებების კანდიდატების ისტორია საქართველოში და ახალი ამიტომ არაფერი არ ხდება. არ შეიძლება რომ შეთანხმდნენ რომ დასახელდეს ერთი კანდიდატი კონკრეტულად ამ არჩევნებისთვის მაინც რომ პრეცედენტი მაინც შეიქმნეს. იმიტომ რომ გამოჩნდა რომ ეხლა ხელისუფლებას ეშინია ორ ადგილზე არჩევნების ეს არის ზუგდიდი და მთაწმინდა და თulis სტრატეგიულ ობიექტებად ამაზე მიუთითებს ჩასვლა ხიბულაში ბიძინა ივანიშვილის და მთაწმინდაზე აი ესეთი ეს ცხადია არ ნიშნავს კოლორიტის დაყენება ქალაქის კოლორიტის დაყენება ნიშნავს რომ მათთვის მნიშვნელოვანია ყველა არჩევნების მოგება ისეთისაც კი რომელსაც სტრატეგიული მნიშვნელობა თვითონ ტერმინი კოლორიტი საბჭოთა შინაარსი ძალიან საკამათოა ამაზე არ მინახა ვიკამათო უბრალოდ კი მინდა გითხრათ რომ მეც წყალები ვერ დაიწყო აქ იცით პოლიტიკური კომპონენტია მაგრამ აქ ჩვენ ხო ხელისუფლების ცვლილებაზე არ ვლაპარაკობ და საერთოდ ხელისუფლებებზე არ ვლაპარაკობ ისევ და ისევ ძალაუფლების გადანაწილებაზე რომელიც ბევრად ფუნქციური და შედეგიანი იქნება შეიძლება იდეალისტურად უყურეთ კამერას თუ ამ არჩევნებს წააგებენ დაიწყება წაგებათა ახალი ციკლი და ამიტომ ყველანაირად ეცდებიან და ოპოზიცია რითქოს მაგრამ ოპოზიციაც უწყობს ამაში ხო რა თქმა უნდა ხმა ყველა გამოიყვანა თავისი ფალავანი ვენაც ძალიან კარგი ღმერთმა ხელი მოუმართოთ მაგრამ რასაკვირველი ყველა ძალიან კარგი ყველა გადასარება წარფევს ერთმანეთს ხმებს და ყველა წარფევს ერთად ცალცალკენ ყველა წარფევს ერთად ცალცალკენ ამიტომ არ შეიძლება მე მოუწოდები რომ 7 ხმით იმამაყებს მე ყველა რასაკვირველია ერთმა ერთი მეორე მესამე შესანიშნავი ადამიანები გავიცანი მეც ახლა იქ თვითონ ამ აქციების დროს მაგრამ ნუ ახლა ეს აბსურდია ეს აბსურდია რომ ეხლა 18 კანდიდატი ოპოზიციიდან თუ ეჯიბრება ერთმანეთს რასაკვირველია გაძლიერდება სახელმწიფო კანდიდატი შესაბამისად თაწმინდელებისთვის რა არის აი ჩვენ 4 რა კარგად თანხმდებით ხოლმე რომ დათო იყოს არჩევნებზე საქართველოს პრეზიდენტი კი ბატონო ერთხელ ტაქსის ზღონვა მითხარ რომ ბატონო დავით მე ძალიან მინდა რომ თქვენ იყოთ
მოხვიდეთ აი თქვენ და თქვენნაირი ადამიანები ხელისუფლებაშიო, მაგრამ უცებ პაუზა ხო იცი სიჩქარეს რო გამო დავიჯერო თქვენც ესე გაჩათლახდებით როგორც ესენი შენ რა უპასუხე მე სხვაშორის აი რაც ვახსენე დღეს გულწრფელობა და ტყუილი ორი სიტყვა და მე მგონი ეს რაც ფაწმინდაზე ხდება, სადაც ჩვენ ქვეყანაში ხდება, არის პირდაპირი შედეგი და მემკვიდრეობა საბჭოთა რეჟიმის, რომელიც იყო სუტყულზე აგებული. და აი მე მახსოვს ჩემი საბჭოთა ბავშვობა პატარაობიდან, ხო იცი, ადრეული ასაკიდან მოვხდი, ეს უფრების თავგადასავალი ადრე დაიწყო ჩემს ცხოვრებაში და სულ მახსოვს უფროსები ჩვენითა ბელესი, აი ტონობით ღვინოსოსო და დედა რა უტირეს მე იმ თბილისს რა. ეს ხო მახსოვს, რომ აღმოვაჩინო სუტყულში მისდებოდი, რომ სუტყულ მატყუარები იყვნენ, თუმცა რა სიყვარული რა თბილისს, ასე რომ ადამიანზეც იზღებოდეს თავის ქალაქ. ეგეთი პრამე პრეზიდენტი არასებს ლექსები თბილისზე და სადღეზე და დაანგრეს დედა უტირეს ამ უნიკალურ ქალაქს და ეხლა მოვხდი აი ხალხი უცნაურ ამბავ დამემართა რომ ესე უნიკალური როდის იყო პრინციპში იყო უნიკალური კეთი თუნდაც მოგიყვები იყო აგერ ამას აქვს წილი წამო იყო უნიკალური მართლა უნიკალური იყო თბილისი იყო კეთი აი მოკლედ გეტყვი როგორი იყო და მე ვცლად ამას შესონებას უნიკალური იყო სინთეზი ბევრი ცივილიზაციის ერთად და სადაც ადამიანები ჩამოდიოდნენ და შოკს იღებდნენ როგორ შეიძლება და თანაარსებობა ამდენი კულტურის, ამდენი ცივილიზაციის, ამდენი განსხვავებული ხმის გიორგი გურჯიევი ამბობდა რომ 5 ენაზე ლაპარაკობს ყველა თბილისელი. ანუ ეს ჰარმონია იყო დაუჯერებელი. მეცაც გეტყვი, აი ხო არის ქალაქები სარაევო, იერუსალიმი, რომ მაგალითად ქრისტიანული ეკლესია, სინაგოგა ებრაული და მეჩეთი მუსულმანი იყო, მაგრამ ჩვენთან რაც ხდება ის არსად არ იყო, რომ შიიტური და სუნიტური 100 მეტრში იდგა. ეგეთი რამე არსად არის. სანამ პატარა იყო და ხები აშენებდნენ ქალაქს და ისა სანამ ჩვენ ვიყავით დაბედული ხალხი და არაფრის გვეშინოდა არც ერთის ღია ხალხი აი როგორც რუსთაველი იყო და დავით აღმაშენებელი არავის არ გვეშინოდა ყველასგან ვიღებდით საუკეთესოს ახსოვს აი ძველი ქართული რეკლამა შესახებ რო წარვადგინეთ აი მარტო იმ რეკლამების და იმ განცხადებებით მიხვდები ამ შიშარა ხალხის საქმე არის ტყუილი შიშარა ხალხის გაბედული ხალხის საქმე არის გულწრფელობა და ეს რა ქვია ღიაობა და მოხდი ახლა აღმოჩნდი მაგოჭობაშვილის ნებართვით რასაკვირველია ნაძალადების მედიათეკაში რომელიც არის საოცარი ადგილი და მქონდა შეხვედრა ანიკა ქვია ასეთი ასოციაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანს ხო იცით ესეც საკამათო ტერმინია იმიტომ რაღაცა შეიძლება ადამიანი შეზღუდულია გადაადგილება უჭირს მაგრამ ვნახე პირიქით არათუ შეზღუდული აი ყველაზე ღია და თამამი ხალხი გულწრფელობის გამო აი სულ ახსენებოდა კენკიზის პერსონაჟები ხო ეგრევე რო გიყვარდება გემზე რო წაიყვანს ნიკოლსონი ხო გახსოვს მილოშ ფორმანი ეს აი დაუჯერებელი სიამოვნება ჩემთვის უცებ აღმოვაჩინე აი ამდენ ტოტალურ საბჭოურ ტყუილში უცებ ისეთი გულწრფელი ხალხი ისეთი შეკითხვები ისეთი თამამი და ღია მოსაზრებებით რომ უბრალოდ აქტუალურებული და ესეთი სიამოვნება რომ აღმოაჩენ უცებ ამდენ ტყუილში ასეთ მართალ ადამიანს რომ ბევრი ბავშვები და იქ დაყავთ ფილმებს აჩვენებენ ლიტერატურაზე ესაუბრებიან წიგნებს არის გენერატორი 9-8 ესეთი ახალგაზრდული ორგანიზაცია ესე იგი როგორი თანადგომა უნდა სახელმწიფოსგან ასეთ ბავშვებს თინეიჯერებს ხო ნაძალდაში ყამერა მარკეტილში ვიყავ ძალიან მაგარი მედიათეკა აი აქტუალურებული დავრჩი და განსაკუთრებით ესე იგი ამ ადამიანების გამო ესე იგი ისეთი ეხლა წარმოიდგინე რამდენი შეხვედრა მქონია თინეიჯერებთან სკოლის ასაკის მოწამეებთან და ეს არის აი რაღაცა განსაკუთრებული ყველაზე მეტად რაც გამაგიჟა რომ ყველა რო ასეთი გულწრფელია ანუ მათთვის სამყარო სულ სხვა რამე ვერ წარმოუდგენთ რატომ უნდა მოვიტყუოს ჩვენ რომ მიჩვეულები ვართ რამდენჯერ მქონია შენ თქო ალბათ თქვენს მქონია ჟურნალისტი რაღაცას გეკითხება და რომ პასუხობ მე გეუბნება რომ რას გულისხმობთ ანუ გონია რომ ერთი უნდა ვთქვა მეორე უნდა ვიგულისხმო მესამე უნდა გავაკეთო იმ ბავშვებისთვის ეხლა იქ რაც ვნახე ნაძალადაში ეს ანიკას ბავშვები. ესე იგი, იმათთვის ხო წარმოუდგენელია, ვერც მიხვდებიან რატო უნდა მოიტყუო, ან რატო იტყუებენ ადამიანები, ანუ მათ ხო ჯერ სწავლიან რომ გაიზრდნენ. ჯერ ხო ეგ მაგის თქმა მიდოდ. ჯერ ხო არ იციან როგორ გაიზრდებიან, მე როგორ აიძულებენ, როგორ ჩაუნერ გამენ ტყუილებს და მანამდე არიან აი როგორი თავისუფალი ხალხი, აი ძალიან მნიშვნელოვანი არამატო ადამიანისთვის ქალაქებისთვისაც მე ასე ვიტყვი და ნამდვილად ეთყობათ ხოლმე ქალაქებს ეს გულწრფელობა მე მგონი ყველაზე ახლოს მდგომარეობა გვეთყობა ქალაქს ეთყობა რა დროში ხალხი ასახავს ჩვენს მდგომარეობას და მე მგონი ყველაზე ახლოს ამ ჩვენ საუბართან იქნება ეს წიგნი რომელიც ზუსტად წინა ვერსია ასე ვთქვათ ამ სერიის თუ შეიძლება ასე ითქვას რომელიც ეკუთვნის ალექსანდრ ფლორენსკის რომელიც თბილისის მეორე მშობლიურ ქალაქს უწოდებს იმიტომ რომ მისი დიდი ბაბუა ცხოვრობდა აქ იგივე სახელი ცხოვრობდა აქ ჩვენთან იყო წარმატებული ინჟინერი და სწორედ მას ეკუთვნის ბათუმი ახალციხის გზის დაგება ასე ვთქვათ და ბაბუები აქ ცხოვრობდნენ ორივე და სწორედ დიდი ბაბუის გარდაცვალების შემდეგ იწყება მათი ემიგრაცია თუმცა
ეს ავტორი ასევე დაბრუნდა საქართველოში და აქ თბილისშივე იყიდა ზუსტად იმ ბინაში ჯავახიშვილის ქუჩაზე თუ არ ვცდები სახლი რომელიც მათ ჰქონდათ ადრე წინა ვერსია ან ქართულ ამბავზე დაყრდნობით იყო სწორედ თბილისის შესახებ კონკრეტულად თბილისის შესახებ და ერთგვარად იქ იქნებოდა ქუჩები თუ თქვათ ესე ჩვენი ცნობილი და სავიზიტო ადგილები იყო ნახევრად იუმორში გათამაშებული. ეს უკვე გახავთ თვითონ ქვეყნის კონცეფციაზე აწყობილი ანბანი, რომელიც როგადაშლი და მაგალითად იწყება ანანურით პირველი აზე, კი ბატონო, ნახავთ ძალიან ბევრ ადგილს, მათ შორის იქნება ბათუმი ბუზე, გოზე გელათი, დავით გარეჯი, ეზე ერეკლე მეორე და ყველგან დატანილი არის თან ეს უნდა ნახოთ, რომ შესრულებული არის გრაფიკული, ესეთი ძალიან საინტერესო ვიზუალური უზრუნველყოფა აქვს ამ წიგნს, სადაც მოკლე ძალიან მოკლედ არის ინფორმაცია და მე ვფიქრობ შესანიშნავი საჩუქარი არის უცხოელისთვის, იმიტომ რომ თან ვიცით რომ ბუმია ასეთი დასურათებული წიგნების მთელ მსოფლიოში და ძალიან მოკლედ იღებდა თან ესთეტროთ უზრუნველყოფილია. ეს გახლავთ დიოგენესთან ერთად კოლაბორაციით დამზადებული ძალიან საინტერესო წიგნი, თუ არ ვცდები მცდე დიდი ტირაჟი არ არის და ამიტომ ვინც დაინტერესდებით იჩქარეთ, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო არსებობს ამ ავტორის სხვადასხვა ქალაქების შესახებ მომზადებული ასევე წიგნები, რომ შეგიძლიათ მიადევნოთ თვალი აუცილებლად და რეკლამის დროც მოვიდა ამ ესობაში. რეკლამის შემდეგ გვექნება სხვა წიგნების შესახებ საუბარი, დაგველოდეთ არ გადავდოთ. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში, ვაგრძელებთ საუბარს და წიგნების წარდგენას. კი ბატონო, პოეზიით დავიწყოთ მაინც მე ჯობია, ისე მოხდა რომ ჩვენ რამდენჯერმე პავლეშვილთან დაკავშირებული რამდენიმე წიგნი წარვადგინეთ და არ მინდოდა არასოდეს მომინდება რა თქმა უნდა რომ სიამის ტყუპებს უწოდებდნენ თვითონ ხო იცით პაოლოს და ტიციანს და არ მინდოდა მათი დაშორება და ამიტომ დღეს მოვიტანე წიგნი რომელიც გადასარევი საშუალებაა ტიციანის მოყვარულთათვის და ასეთი უამრავია საქართველოში რამდენიმე დღის წინ დაბადების დღე იყო. კი ბატონო დაბადების დღეს აგერ შუხმანის უგაბეს მაგის საშუალებას რომ მიულოცოთ ვისაც ეკუთვნის და ვის სიხსენებას და დღეგრძელობა ჩვენ გაგვიხარდება მინდა ხატია შევალანას დიდი მადლობა უთხრა იმიტომ რომ მე პირადად ვაღიარებ და შემიძლია გამოვტყდო რომ როგორც ალბათ უმრავლესობა ტიციანი ჩვენს არის შესანიშნავი პოეტი ასეთი ტრაგიკული ისტორიის და უმნიშვნელოვანესი მოვლენა ალბათ ქართული ლიტერატურის ისტორიაში მე-20 საუკუნის ერთ-ერთი რევოლუციონერი, გადამტრიალებელი ალბათ სამყაროსი, პოეტურ სამყაროს გულისხმობ პირველ რიგში და ხო იცი რადიკალურად განსხვავდებოდნენ პაოლო ტიციანი რადიკალურად ყველაფრით, მაგრამ როგორც არის ისე ავსებდნენ ერთმანეთს, ტყუპებს ამიტომ უწოდებდნენ და ტიციან ტაბიძე ჩემთვის ალბათ თქვენთვისაც როგორც პოეტი რა თქმა უნდა, ხა ბავშვობიდანვე ასურველი სანატრელი და საყვარელი ავტორია, მაგრამ ის რაც ამ წიგნში აღმოვაჩინე, ტიციანი როგორც უცხო იყო, ვაღიარებ, ტიციანი როგორც ესეისტი, როგორც მკვლევარი, როგორც პუბლიცისტი, როგორც კრიტიკოსი ლიტერატურის, იმიტომ რომ როცა დაიწყეს ესპერანტელებმა თავის მოღვაწეობა, იცით რომ 1916 წელს პირველივე ნომერს მოყვა საშინელი დაპირისპირება ქუთაისის ცნობილი ბაღი, ორ ნაწილად გაიყო იმ დროს, ვინც შეესწრო ამას, როგორც კი ნახეს პირველი ცისფერი ყანწები, როგორც კი გაეცდნენ მანიფესტო, აღმოაჩინეს შიგნით ასეთი რადიკალები, ასეთი გიჟები და გადარეულები, როგორც თვითონ უწოდებდნენ მაშინ ქართულ საზოგადოებამ ცისფერი ყანწებს და გაიყო ორ ნაწილად ქუთაისში მთელი დღე ჩხუბობდნენ. ნაწილი იცავდა, ნაწილი პირიქით აკრიტიკებდა და ყველაზე მეტად აკრიტიკებდა იმის გამო, რომ ეს ხალხი უპირისპირდებოდა მათი გაგებით კლასიკურ ქართულ ლიტერატურას და დიდ სახელებს, დიდ კორიფეებს, როგორც უწოდებენ ხომე უფროსი თაობა და სიამოვნებაში პირიქით არ მოშლა. ეს რომ პირიქით არის, სიამოვნებაში სწორედ ამაზეა ეს წიგნი, ხატია შევალანაძის წიგნი, სადაც ახსნილია სინამდვილეში როგორ არის დავალებული ნებისმიერი მიამბოხე, ნებისმიერი ეპატაჟისტი თუ ნიჭიერ ადამიანს გულისხმობ, თუ ახალი სიტყვა პოეზიაში და ლიტერატურაში იმისაგან, რასაც წინამორბედები ქმნიან და რასაც უწოდებთ ხოლმე კლასიკურ თავარ საფუძვლს. ჩვეულებრივ საჭირო დროს გადაუსხეს სისხლი შეიძლება იყოს ამ პროცესში. როგორც მამასა და შვილის შორის, ხო, როგორ იწყება მამის შვილის თავისუფლება, მამასთან დაპირისპირება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მამის არარსებობა უნდა დაიჯერო პირიქით. შენ არსებობა არის მამის დამსახურება, თუმცა რასაკვირველია შენ აუცილებლად გამეორება ირჩევ შენ გზას და უპირისპირდები მამას, როცა იწყებ ცხოვრებას და თუ გინდა შენი ცხოვრება, შენი შემოქმედება იყოს მნიშვნელოვანი. ყველაზე ხშირ შემთხვევაში ასე ხდება.
რომ ამ დაპირისპირებას მოაქვს. ასე მოიხსნეს სისპარკანძელის ხანაშორის პირველი რაც დაიწყეს, იყო წინათაობის პოეტების და მწერლების საშინელი კრიტიკა, რომელიც აი ისეთი მოსასმენი იყო, ზოგის გული უწუხდებოდა ადამიანებს ამის აკაკი ილი ანუ წინათაობა, მაგრამ სინამდვილეში რომ სწორედ მათ ეფუძნებოდა არათუ ილიას დაკაკის გრიგოლ ორბელიანის ზღვაცაც კი არის ვიწყებს სტიციან წავი აღარაფერს ამბობ. ანუ ამით დავიმშვიდეთ ხოლმე თავი ხო რომ გაგვაკრიტიკებენ. რასაკვირველი ნიკო ბარათაშვილი და ვაჟა ფშაულა და რასაკვირველი და დანარჩენი ისეთი მნიშვნელოვანი რაღაც ეს არ ქონა დიდი მადლობა უთხრენ რომ სულ გული მწყდება რომ დიმიტრი შევარდნაძე ყავდა ასეთი გადასარევი ადამიანი და ვერ დავაფასეთ დღემდე არის დაუფასებული აი მოვლენა უმნიშვნელოვანესი მოვლენა არ როგორც თვითონ ავტორი და ფერწერი და მხატვარი არამედ როგორც მოვლენა საერთოდ ჩვენს კულტურულ ცხოვრებაში მე-20 საუკუნის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედია დიმიტრი შევარდნაძე და საოცარი ადამიანია საოცარი ბიოგრაფიის და ის ვერ დავაფასეთ ამიტომ ხატია შევარდნაძეს მაინც დაუფასოთ ეს გადასარევი წიგნი და მინდა მადლობა უთხრა მას და ერთ ციკსაც წარმოუადგენ ბარემ? ბარემ, კი ბატონო. შეიძლება დიმიტრი შევარდნაძე ახსენე და რეპრესირებულები და ბათუმში როგორი ტრაგიკული და უნიკალური აღმოჩენა არის 37 წელს რეპრესირებულთა დაღუპული ისა და ნეშტია. ამაზე რა კომენტარი აქვს სტალინისტებს? არიცოდა სტალინმა და დიდ საქმეს აკეთებდა და ეხლა რა მოხდა 150 კაცი აი შენ ახსენებ თაწმიდაზე გათხარეს ქვევრი იპოვეს იქ გავთხრით ყველგან ამაზე დგას ჩვენ სადაც არ უნდა გათხარო აი ეს ფრაზა რამდენჯერ მოგუსმენია არიცოდა სტალინმა ჯიუტ ფაქტებს არიცოდა სტალინს არა შემთხვევითი ფრაზა იმიტომ რომ როცა ამთავრებს რომელიმე ლიდერი და სახელმწიფო ლიდერი მოღვაწეობას და ძალიან ხშირად რო აკრიტიკებენ ამბობს რომ მე არ ვიცოდი როგორც სტალინს აბრალები ხოდა გასაგები შეიძლება ბევრი რამე არიცოდა არიცოდა სტალინო მაგრამ ასერის Facebook-ს არ აკეთებ რომ არიცოდე რა ხდება პასუხისგებელი ყველა ვარიანტში არის ხელისუფლება ყველა ვარიანტი ეს რომ დავიმახსოვრეთ ახლაც დღევანდელი ხელისუფლებაც ამას ამბობს რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები ნებისმიერი ხელისუფლება უნდა იყოს ზოგიერთების ინტერვიუს usმინეთ ზოგიერთებს არაფერი არ ცოდნიან ამიტომ უნდა გადაიცვა და ხალხში გავხდა ამიტომ უნდა ვიცოდეთ ამ ხელისუფლებაც კარგად უნდა გაიგოს ეს რომ არ გაიმეოროს წინა და იმის წინა ხელისუფლების შესვენება ის არის პასუხისმგებელი დღევანდელ ყველაფერზე მაგრამ ყველაფერი ვიცოდი და ასე იყო საჭიროს რო არ ამბობენ კიდე ასეთი შემთხვევებიც არის ასეთი შემთხვევებიც მოკლედ კიდე ერთ წიგს წარმოვადგენ რადგან ქართული ლიტერატურა და ქართული ლიტერატურის ისტორია ვახსენე ეს არის მშვენიერი საჩუქარი ჰოლანდიელი ხალხისთვის მინდა ბატონ არჩილ ჯავახაძეს მადლობა უთხრა ასეთი ადამიანი ცხოვრობს დიდი ხანია ჰოლანდიაში რომელიც თარგმნელია და რამდენიმე ქართული წიგნი აქვს უკვე გადათარგმნილი ჰოლანდიურად და ჰოლანდია მოგეხსენება ძალიან ლიტერატურული ქვეყანა, ძალიან ლიტერატურული. ევროპაში პირველია წიგნის მაღაზიების რაოდენობით, საოცარი სანახაობა ჰოლანდიაში, ყოველფერი ნაბიჯი წიგნის და ესე იგი, რამდენი წიგნი უკვე გადათარგმნილი და ახალი საჩუქარია, ესე იგი იაკობ ცურტაველის, იაკობ ხუცესის ჩვენი პირველი ლიტერატურული ნაწარმოები, რომელიც აღმოჩენილი გვაქვს. დღემდე ვკამათობ, დღემდე არ ვიცით და ვერ ვაზუსტებთ, თქონდა თუ არა მანამდე ლიტერატურული ნაწარმოები, ყოველ შემთხვევაში, რაც გვაქვს, ნამდვილად არის გენიალური დასაწყისი, ნებისმიერი ლიტერატურა ინატრებდა და ისურვებდა ასეთ დასაწყისს, როგორც იწყება მხატვრული თვალსაზრისით, თუნდაც ჩვენი ლიტერატურის. კი, აი, იმ დღეს ზუსტად ვიხსენებდით მე და ჩემი მეგობრები შუშანიგზე, რომ როგორი ინტუიცია თუ ის ქონდა, ხო, წესები, რომ როგორ შემოეტანა სასპენსი და მხატვრული ნაწილი ჰაგიოგრაფიულ ნაწარმოებში, ისეთი რომ როგორც ამბავი ისე გაინტერესებს და არა როგორც მარტო ქრისტიანული სიუჟეტი და როგორც არა როგორც ჰაგიოგრაფიული ტექსტი. ხო, არა როგორც ჰაგიოგრაფია, ამ თავისთავად ყველა სხვაც, რაც ის გამოჩენ გიზიდავს წიგნი და სხვა შორის ეს უნდა გვახსოვდეს რომ მე-5 საუკუნეში დაწერილი, ანუ დაუჯერებელი რამდენი საუკუნით უსწრებს. პირველი ის იყო პოპულარიზატორი, ასე ვთქვათ, და ნარატორი ამ ჰაგიოგრაფიული ძეგლი გახადა როგორც ამბავი ისე საინტერესო. როგორი აქტუალურია არა? აქტუალურია სულ. ძლიერი უმრავლესობა და თითქოს და გარეგნულად სუსტი ადამიანი, რომელიც თავის პრინციპს იცავს და ამ პრინციპის გამო არის ძლიერი. ნებით. შუშანიკი და ვარსქენი, ხო? როგორი დაპირისპირება, მიუხედავად ყველაფრისა, რაც ხდება, მთელი 7 წელი გრძელდება ეს. და რა კარგია, რომ მოტივაციებზე შეგვიძლია ვიკამათოთ. შუშანიკის და ვარსქენის. ერთიც აღმოჩენაც ვახსენოთ, დაღესტანში აღმოჩნდა მე-6 საუკუნის სახარება. ესე იგი, წარმოიდგინეთ, ხალხი, რომელიც არაბული წარმოება ჰქონდა, სახარება ძალიან მნიშვნელოვანი და ვიფიქროთ იმაზე, ჩვენ რა სტოვებთ
ვფიქრობთ, რომ 100 წლის მერე აღმოჩენა გაუხარდეს ჩვენს შთამომავლობას? ჩვენ რატომ თაწმიდაზე ნახავენ გადასარევი ბეტონის მშენებლობებს? მე ძალიან მომწონს ახალი ქართული გაგება, ბიოკორპუსები და ეკოლოგიურად სუფთა ბენზინი და ასე შემდეგ. ასეთი ოქსიმორონები, რომელიც ბიოპოლიტიკოსი. ძალიან კარგი. არაგენ მოდიფიცირებული. რომელიც ღილაკს არ ეკარება, ან თუ მიეკარა? ღილაკს არ ეკარება. თუ ეკარება, ეშლება. მოკლედ არაფერზე პასუხისმგებელი არ არის, მაგრამ ყველაფერს მართავს. ეს არის ბიოპოლიტიკოსი. ჩვენ ყავდა სამარხო პოლიტიკოსებიც, მაგრამ ეს ეტაპი გავიარეთ. გავიარეთ. დიდი მადლობა ქეთირო, ეს შემახსენეთ, ჩემთვის ესეც საამაყოა, რომ ამ მე-5 საუკუნეში დაწერილი ლიტერატურულ ნაწარმოებში უკვე არის ქალისუფლებებზე ლაპარაკი. მაინც ცხადია. მე არა ეს ქალბატონმა ნესტანელი უნიკაძე. უნიკაძე ჩუმატარი და გველოდება როდის ესე იგი ეს ძალიან საამაყო წიგნი, მართლა საამაყო. დედამიწაზე სადაც არ უნდა მეხუთე, როგორც ნესტანი იყო ნიუ-იორკში, თამამი და ამაყი, ასე შეუძლია ნებისმიერ ქართველს იყოს თამამი და ამაყი, არა დანაშაულების და კრიმინალის გამო, არამედ იმის გამო, რომ მე-5 საუკუნეში ასე წიგნი გვაქვს ჩვენ დაწერილი და სხვადასხვა არ არის შემთხვევითი ხო, რომ ეს მარტო აგეოგრაფიული ტექსტი არ არის, მეც ასე არ უყურებ, როგორც გასაგებია ტერმინია ეს რა ქვია გასაგებია რატო არის აგრეგატული მაგრამ ჩემთვის როგორც ლიტერატურის მოყვარული ადამიანისთვის ეს გაცილებით მრავალმნიშვნელოვანია ვიდრე მხოლოდ აგეოგრაფია ანუ ეს არის ლიტერატურის ისეთი დასაწყისი რომელსაც ვიმეორებ ინატრებდა ნებისმიერი ხალხი და ნებისმიერი ქვეყანა და ძალიან მინდა რომ სკოლაში ესე იგი ძალიან დიდი მნიშვნელობა როგორ მივაწვით იმიტომ რომ ხშირად ხდება ხოლმე რომ ბავშვებს ისე ეშინიათ რომ აზერბაიჯანელი ან სულად ასწავლიან და უხსნიან და ტექსტის საერთოდ კითხვა შეიძლება ადამიანს ზუდეს ხო გაურბიხარ რა ეშინია და არა და არის დიდი საჩუქარი ეს რაც გაგვაჩნია მართლა ძალიან საამაყო რამეა ხო დანარჩენი სოფლიოსათვის საქართველოს ესეთი განძი და შესწორად ახსენე რომ მართლა საქართველოს არ იყოს პოპულარული სამწუხარო და არის ძალიან ბევრი რამ ასოცირდება კრიმინალურ ფენომენთან სადაც ქართველები არიან დასავლეთს გულისხმობ ევროპას გულისხმობ და ძალიან მძიმე თქვა მეგრახსენები ციგნის ფესტივალი რო ჩაივლის და მე ხურდობაზე დაიჭრა ძალიან დიდი პუბლიკაციებია სამწუხაროდ განსაკუთრებით თქვა გერმანულ ავსტრიულ პრესაში თქვათ საქართველოსდან წასულ იმიგრანტებზე რომლებიც რასაკვირველია ეკონომიური თუ სხვაგვარი პრობლემები აქვთ მაგრამ შემთხვევაში ეს არ არის ნამდვილად გამართლება იმიტომ რომ სიღარიბე საქართველოს ბევრი ადამიანია ღარიბი და ძალიან ბევრს უჭირს და ძალიან დიდი პრობლემაა ეს სიღარიბე მაგრამ საქართველოს არანაირად გარანტია არ არის უკანაბრუნებელი შეიძლება აქ საქართველოს ძალიან დავაზიანოთ აი ეს არ უნდა მოვატყუოთ ერთმანეთი იმის შეძახილით რომ რეალურად რაღაცა ჩახვალდა კარგად იქნება თუ რაღაც კონკრეტულს არ თავაზობ მეგობარს და ახლობელს ეს სხვა შემთხვევაში არის ძალიან სახიფათო პირდაპირ ძალიან მძიმე სტატია იყო ასე ვთქვათ ძალიან უხეშად ქართულად ძალიან უხეშად ითარგმნება მაგრამ სტატიას ასე ერქვა ავსტრიულ გაზეთში მათხოვრების რეისები საქართველოსთან ანუ იგულისხმებოდა ძალიან მძიმეა ლაშა ყველაფერში გეთხოვა მაგრამ რაღაც თვალსაზრისით აი ეს ინდიფერენტულობა რომელსაც იჩენს ხოლმე ყველა საკითხთან მიმართებაში ხელისუფლება მაფიქრებინებს რომ თანამონაწილეობა შეგვიძლია დავასახელოთ კიდეც კი იმიტომ რომ ათასგვარი მექანიზმი არსებობს თუნდაც ის რომ თქვათ ნასამართები ადამიანი ასე ადვილად ქვეყნიდან ვერ გადიოდეს რამდენი ასეთი დეტალი ეს სავიზუალიზაციის კუთხე აქ შექმნა პირობები იმ ხალხისთვის და არა გაისტუმროს სხვა ქვეყნებში რომ ამიტომ ხელისუფლების პასუხი და კომენტარი და თავის მართლება რომ მე არ ვიცოდი და ასეთი რამე ხდება ხელისუფლება იმაზეც რაც ახლა უყურებთ ეს 2 დღეა თუ 3 დღეა რაც ხდება ყველაფერზე არის პასუხისმგებელი რა თქმა უნდა სამაგეროდ ყავს რამდენიმე უკრაინელი ნაცნობი რომელსაც აქ მოქალაქეობას არ აძლევენ ქართული ისწავლეებნები ანუ ვიღაცას ისე ურთულებენ საქმეს საერთოდ რო არ არის გასართულებელი და ქართული წესიერად თვითონ პოლიტიკოსები არიან არც ქართული და არც ღილაკები საერთოდ უკანონობა და რაღაც გროტესკულ ქვეყნად გადავიქეცით ამის გამოდის რომ უკანონობა არის წაკეზებული ვუბიძგებთ უკანონო ოქმედებისკენ ჩვენთან ამ მოქალაქეებს ბევრი მიზეზის გამო და ნუ დასავლეთში ეს ძალიან პრობლემურია. ხოშეს აი ხო უცნაურია რომ ასეთი ხო რეალობა ეგ არის რომ ყველა გამოკითხვით დედამიწაზე არ არსებობს ალბათ ხალხი და ქვეყანა სადაც ამდენი ადამიანი თავისთვის მორწმუნეთ და ყველა გამოკითხვით ამდენი ადამიანი ამდენი პროცენტი ასახელებს თავს მორწმუნეთ და ერთი შეხედვით ცოტა შეუსაბამოა ხო ამდენი მორწმუნე იყოს ქვეყანაში და ამდენივე დამნაშავე ამდენიმე კიდევ და გადავსებული იყოს ჩვენი ციხეები და ამდენი ზიზღი და სიზული იყოს შე რომ Facebook-ი ახსენე ასეთი აგრესია ანუ მორწმუნე ხალხს და ქვეყანა შეიძლება ამდენი სიძულვილი ქონდეს, ამდენი დანაშაული და ამდენი ტყუილში ცხოვრდეს და არ აწუხდეს. ეს წარმოვიდგინე. მე მგონია რომ ამისთვის, აი, გადასარევი წიგნი არის, ბარემ ამასაც წარვადგენ თქვენის ნებართვით და
სხვაშორის ძალიან არ მომწონს რომ ჩვენს ეკლესიაში სულ აკვირდებ. ჯერ არ მომწონს რომ მონასტრებში და ეკლესიაში ყოველთვის ერთი და იგივე შეკითხვა მაქვს რომ თუ არსებობს ლიტერატურა და ამდენი ჩამოდის ტურისტი და უცხოელი. ყველა საინტერესებს ექცია, ყველა საინტერესებს ლიტერატურა, რასაც ათვალიერებს. არცად არ არის, უმრავლეს შემთხვევაში არ არის ლიტერატურა. სამაგერო ძალიან ხშირი არის ჩემთვის უცნობიდან, ან ნაცნობი რუსი ვიღაც რა ქვია, სასულიერო პირების, რომლის წიგნებიც არის ტონობით გადამთარგმნილი ქართულად და ამიტომაც გამიხარდა რომ აღმოვაჩინე ესე იგი წიგნი, რომლის გამოც ბატონ შოთა კინწურაშვილს ამ ახალგაზრდა ადამიანს მიუნხენში მოღვაწეობს, ვინც თარგმნა, ეს არის სოფლიო პატრიარქის შესახებ ბართლომეუს პირველი გახლავთ სოფლიო პატრიარქი და გამიხარდა ჯერ ისე იმიტომ რომ ესე იგი მარტო რუსული ზაგორსკი არ ეგონოთ ისა რა ქვია დედაქალაქი როგორც ზოგიერთებს გონია სხვადასხვა მარტო რუსული ლიტერატურა არ იყოს ჩვენს ეკლესიებში ანუ მართლმადიდებლური სამყარო სინამდვილეში არის საინტერესოა ესე ჩვენ ეკლესიაში ან სინოდში რამდენმა იცის ის ძველბერძნული და როგორ შეუძლიათ ამ ძველი ტექსტების საკითხო სხვა ენაზე რუსულის გარდა საიდან იღებენ აი ამ კანონიკური ტექსტების ბერძნული კი არა მე შემხვედრია თქვათ სასულიერო პირებიც და ადამიანებიც რომლებიც სახარება საკითხულობენ და არ წაუკითხავთ და ზოგი ეუბნება კიდეც რომ არ ახარ მზად ნუ წაიკითხო ზუსტად ამაზეა არც მეტი არც ნაკლები ეს ამას საკმაოდ დიდი ტრადიცია ქონია პარადოქსალური ტრადიცია რომ ქრისტიან ადამიანს შეიძლება უთხრა რომ ადამიანს რომ არ ახარ მზად და არ წაიკითხო შენ ის 4 თავი მათე, მარკოზი, ლუკა და იონე, რაზეც დგას ქრისტიანობა. არ ახარ მზად, როდის უნდა იყოს მზად? ამაზე წერს ზუსტად ლაშა. ამაზე წერს ეს ადამიანი, სოფლიო პატრიარქი, რომელსაც უნდა რომ მართლმადიდებელი ეკლესია იყოს არა უპასუხოთ ასე უპასუხოთ იმ ადამიანებს ეს შემდგარი სივრცე სადაც პასუხები არ გააჩნია არამედ პირიქით და თulis რომ თავარი პრობლემა არის გაუნათლება. ანუ მორწმუნე ადამიანის მისი ღმერთმენით არის განათლებული კითხვების დასმა არც სოფლიო პატრიარქს ეყარება დიდად. პირიქით, ძალიან ღია ადამიანია. აქვს პასუხები? ყველაფერზე აქვს პასუხები. ეს არის გადასარევი შესაძლებლობა. ყველაფერზე. კეთი, შეგვნა წაგაკითხულეს წიგნი, გაგიჟდები, როგორ სად არ არის? არ ვარ ჯერ მზადნე. ძამაგერამე კი უწერია, რასაც ამბობს, ესე იგი, ღმერთი იქ არის, სადაც არ არის ძალადობა. არ შეიძლება ძალადობა იქ იყოს, სადაც ღმერთია. ანუ ეს რადიკალურად მიუღება როგორც არ უნდა განსხვავდებოდეს. ანუ ჩვენთვის ხო ცოტა ერთი შეხედვით უჩვეულოდ. ხო და იცი ვის წააკითხე, ვინც მოძალადები დალოცა ამას წინათ შენი. მაგაშია საქმე რომ სინამდვილეში ჩვენ უნდა ვიცოდეთ იმ მართლმადიდებლობის ისტორია რომელიც რადიკალურად განსხვავდება მაგალითად რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის სადაც რამდენჯერმე მოხდა ეს რომ ოფიციალურად საჯაროდ ერები ყავთ დაწყეულილი და ძალადობა აქვს წაქეზებული ანუ სხვა ხალხის დაპყრობა და დაჩაგვრა აქვს წაქეზებული ეს არის დაუჯერებელი მაგრამ ეს ხდება ამიტომ ჩვენ ვერაფერთ უნდა გავხდეთ იმ საშინელი ეკლესიის ნაწილი და ის საშინელი ეკლესია ვერაფერთ უნდა იყოს ჩვენთვის კარგი მაგალითი მაგის თქმა მინდა კი ეს ერთი რუსი მამაო ტელევიზორში ამბობდა რომ აი მორწმუნეობა ეს არის ერთგვარი გამოსავალი რომ ადამიანი არ იყოს მოძალადე კრიმინალი თუ თეორიულად სწორია მაგრამ არანაირი სტატისტიკა იმის რომ ათეისტების ხედან ციხეში და მორწმუნეები არაფერს არ აშოვებენ არ არსებობს აი რამაგარი გამეუწევ სხვა რაღაც აკავებს ადამიანს და არა თუნდაც 4 თავის წაკითხვა ყველაზე მთავარი დანაშაული წამქეზებელი მაინც უნდა არ იყოს რამაგარი გამეუწევ ყველაზე მაგარი დანაშაული რა არის ეკლესიის და მართლმადიდებლობის ქრისტიანობის წინააღმდეგ დანაშაული რომელიც ჩადენილია რომელსაც ჩაიდენენ ხოლმე ქრისტიანობის და რელიგიის ეს არის დანაშაული თვითონ ზოგადად ყველა იდეოლოგიას ხო ეს კიდე ყველაზე მეტად რაც აზარალებს ეკლესიას ჩვენს ეკლესიას მათ შორის ზუსტად ეს არის და როგორც ადრე კარგად იხუმრეს ქრისტიანობა მისაღები გვაქვს სტიქიურ მოვლენებს რო იმიხსნია დოსტოევსკის დიდი ინკვიზიტორის ლეგენდა ძმები კარამაზოვები და სადაც მაღალ საეკლესიო იერარქს ციხეში დილეგში ყავს დატყვევებული ქრისტე სხვა შორის აი ისეთი თამამია ისეთ თამამად ლაპარაკობს აღთოვანებული ვარ ესე იგი ადამიანის უფლებებზე ანუ მისი ღმერთმენით თუ არ გვინდა რომ დავკარგოთ ქრისტიანობა მათ შორის მართლმადიდებლური ქრისტიანობა პირიქით უნდა იყოს ყველაზე თამამი და ყველაზე ღია პასუხები უნდა ქონდეს ყველა შეკითხვაზე. ეს სამკაცის ბიოგრაფია მართლა საინტერესოა. უკრაინისთვის მიცემულ ტომშიც გამოიხატება მისი პოლიტიკური პოზიცია. ტოლერანტობაზე, ადამიანის უფლებებზე. ესე იგი ჩვენთვის ცოტა ის არის რა ქვია, შეიძლება გაგიკვირდეს, მაგრამ მეორეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სახელმძღვანელო, რომ გავარკვიოთ სინამდვილეში რა არის მართლმადიდებლობა, სინამდვილეში რა არის ქრისტიანობა, იმიტომ რომ ეს არის ცივილიზაცია, ამას ესეც რამდენჯერ გვითქვამს, რომ ევროპა ხო არ არის მხოლოდ ტერიტორია. ევროპის იდეა ეს არის სინამდვილეში
დიდი იდეა, რომელიც მათ შექმნა ცივილიზაცია, რასაც უწოდებენ როგორც ამ როლზეც არის აქ ლაპარაკი, რომ ქრისტიანობა მრავლობაში. სოციალიზმის ისტორიის საინტერესო გაყოფა როგორ მოხდა. 1054 წლის ამბები, ანუ გაყოფა როგორ მოხდა და აღმოსავლეთის და დასავლეთის რა იყო სინამდვილეში. ანუ ეს არის ძალიან უწოდებენ ხო ის მოიხსენება. ჩვენ დეპუტატებს ხო არ მიაწვდიდი. სიტყვა ლიბერალიზმის ამოღება რო უნდათ. სიტყვა ლიბერალიზმის არაძღავია. ყველას მივაწვდი და ვურჩევდი რომ წაიკითხოს, რომ პირიქით, რომ მიხვდეს, რომ თუ გვინდა რომ შემდეგი თაობისთვის, მათ თუ უნდათ პირველ რიგში შემდეგი თაობისთვის ქრისტიანობა, მართლმადიდებლობა და ეკლესია იყოს სასურველი ადგილი და საყვარელი ადგილი, მაშინ ის უნდა იყოს თანამედროვე. ამაზე ლაპარაკობს ბართლომეუსი, რომ შენ თუ ვერ ხვდები, რომ უნდა იარსებო თანამედროვე მოთხოვნების პარალელურად, ანუ ეკლესიას თანამედროვე ადამიანის მოთხოვნებს და კითხვებსაც უნდა სცემდეს პასუხს, მაშინ აუცილებლად გაუშვებათ ახალგაზრდებს. ეჭვი რომ შენ ჩამორჩენ სადღაც დარჩენილი ხარ. ამის ეშინია ბართლომეუსი. ისე ჭკვიანური რამეა, პირიქით. ნუ შეგვეშინდება ამის ამბოს გავხდეთ თანამედროვე, იმიტომ თუ ჩავშით მე-4 საუკუნეში და წინ წავიდა ახალი თაობის ადამიანი, ჩვენ აუცილებლად დავკარგავთ მას. როგორც მორწმუნეს და ასე ხდება ამ პროცესებს ხედავს ეს და შოშოშ ისტორიაც ისე კარგად აქვს მოყონდილი და რაც თავარია იმდენად დამაჯერებელია და ღია უწოდებენ სხვადასხვა თელსოფლიაში მოიხსენებენ ყველაზე მწვანე პატრიარქს უწოდებენ იმიტომ რომ ეკოლოგიას ისე თამამი ეკოპატრიარქი ყოფილი ეკოპატრიარქი და ადამიანები ხო იცი ბიოპატრიარქი ხიდები არქიტექტურსაც უწოდებენ როგორც ხიდების, იმიტომ რომ მისთვის სამყარო არის ღია, არაფერს არ ეშინია არავის. აი როგორც აღნიშნა განსხვავდება. ხიდი შენება მოწოს და კონცეფცია. გულების შორის ხიდს ამბობს ქეთი, რომ არ ეშინია განსხვავებული. არც აზრის, არც აღსავრებლობის, არაფერს არ ეშინია. ამიტომ არ გამიკვირდა სხვადასხვა უკრაინასთან დაკავშირებით. ასეთი ფრაზა ხო იცით, აი რომ დაამხრიტონ პუტინი, ხო იცით ვისთან აქვს საქმე. სულ რომ დაამხრიტონ და მხარ რომ მკვდარი ვიპოვოთ ის გამომიგზავნოს რა ქვია, საწამლავი პუტინმა მაინც უნდა დააღვადგინოს სამართლიანობა და ტომოსი მისეზე, როცა არა იცი ტომოსი. მისცა კიდეც, ანუ 15-16 გახდა უკრაინა. ეს ძალიან დასაფასებელი და მნიშვნელოვანი. ეს არის მე ასე მგონია რომ ნამდვილი ქრისტიანი და ნამდვილი მართლმადიდებელი ასეთებიც იყვნენ სხვადასხვა ქართველები იყვნენ ძალიან გაბედულები. აი ესეთი გაბედული როგორიც ამან გადადგა ნაბიჯი. და ვისურვებდი რომ ჩვენთან თანამედროვე მართლმადიდებელი იყოს თავისუფალი, გაბედული და რაც თავარი ძალიან განათლებული. რომ რელიგია ხო ერთი მხრივ ასე ვთქვათ სულიერი ფენომენია, მაგრამ ასევე ფილოსოფიური ფენომენიც არის, ხო? შეიძლება ინსტიტუცია ვერ შეცვალო, მაგრამ შინაგანად რაღაც მიმართება უნდა ჩამოაყალიბოს ადამიანმა, ხო? რელიგიის მიმართ, ვთქვათ ძალადობის მიმართ და ქრისტიანობა იმით არის უნიკალური, ხო? თავისთავად რატომ იყო ვთქვათ განსხვავებული ბევრ რაღაცაზე შეგვიძლია ჩვენ მივანიშნოთ, მაგრამ სულ მიტევებისა და სიყვარულის რელიგიაა, ხო? აბსოლუტურად სხვა დისკურსი შემოვიდა ქრისტიანობით, ხო? აბსოლუტურად ეს დაიკარგა. აქტუალურ ბოროტებას უნდა უპირისპირდებოდეს და არა მე-4 საუკუნეში რაც იყო ბოროტება იმას. ეს ფენომენი ერთი დამჟელის იდეა, ეს არ არის ქრისტიანული. ეს არ არის. პირიქით, მიმტევებელია. ქრისტიანობის ღმერთი მიმტევებელი ღმერთია. ამას ხსნის სხვადასხვა, აი რაც რამდენჯერ ხსნილია, ალბათ ყველას ხმენია, რომ ღვთის ხატად ადამიანი როგორც ღვთის ხატი, როგორც ღმერთის ხატი, ანუ მისი განსხეულება, მისი მიწიერი ცხოვრება რა არის? ზუსტად იმის ჩვენება, ზუსტად იმის ჩვენება. ეს დიო ფიზიტობა საიდან მოდის? ზუსტად იმის ჩვენება, რომ ქრისტიანი სიყვარულით სავსე საოცრება, თავარი, ალბათ ყველაზე დიდი რევოლუციონერი მე თუ მკითხავთ კაცობრიობის ისტორიაში. ყველაზე დიდი ეს რა ქვია? ცოდია. მე ამბოხე. ყველაზე დიდი მოამბოხე. დაწყებული იმის დახლების ამოტრიალებით და იმის ქადაგებით, რაც სამწუხაროდ ჩვენ ნელ-ნელა ჩვენ ხო დავკარგეთ ჩვენთვის ქრისტიანობა და ქრისტეს არსი დაკავშირებული რაღაც მხოლოდ რიტუალთან და არა მის შინაარსთან, გენიალურ შინაარსთან მე თუ მკითხავთ, რაც მოიტანა მისმა მიწიერმა ცხოვრებამ. მაგრამ ჩვენ თუ კი ინსტიტუციებზე ვსაუბრობ და საქართველოს ეკლესია ინსტიტუტია, ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში ახლა არიან ინდივიდუალობები და არიან ადამიანები, რომლებიც ძალიან დიდ პატივისცემასა და ძალიან დიდ სიყვარულს იმსახურებენ, ნამდვილად ვერ ვიტყვი რომ არ არიან დღესასწაული პირები, რომლებიც ასეთ პატივისცემას არ იმსახურებენ და ეს სამაგალითო ადამიანები არიან, უბრალოდ მათი ხმა ხშირად კაფეოთ არის მის ხოლმე, მაგრამ როგორც ინსტიტუტი თავისთავად ცხადია, ასევე არის საბჭოთა ისტორიის გამოცდილების მქონე. იმიტომ რომ საბჭოთა კავშირმა და სტალინური მოდელი გულისხმობდა ამას. უფრო საშიში მოდელი იყო ვიდრე ლენინური მოდელი და ტროცკისტული, რომელიც პირდაპირ ანგრევდნენ ეკლესიებსა და იჭერდნენ სასურველ პირებს და ხურეტდნენ და ამან სტალინმა რა გააკეთა? მორალურად დაიწყო განადგურება.
არა მხოლოდ ფიზიკურად, ფიზიკური განადგურება იქ მარტვილობა იყო. ასე მსხვილ შეწირვა იყო დიდი, ხო, თქვათ, პირველი ბოლშევიკების პირველი ნაკადი ეს, რომელიც თქვათ, თვითონ რელიგიურ სწორედ იმ დისკურსის გამო დაბრუნდა, მე ასეთი ძალით, აი ლენინური დისკურსის პასუხი იყო, მე აღზევება მოხდება რასაკვირველია, მაგრამ აი სტალინის მოდელი რას გულისხმობდა, მე გარეგნულად ვტოვებ. მაგრამ შინაგანად განგრევა. მაგრამ შინაარსობრივად ეს თვლიანად სახეშეცვლილია. ანუ ეს ძალიან სერიოზული რაღაცაა. ბევრ რაღაცაში საბჭოთა კავშირი ისევ არსებობს საქართველოში. ჩვენი სასამართლო არის საბჭოთა სასამართლო, ჩვეულებრივი საბჭოთა სასამართლოა, უამრავ ინსტიტუცია, მათ შორის ელემენტები, თქვათ, არა ეკლესიაში, არამედ სქემაში მოქმედების ასე ვთქვათ, ხელისუფლებასთან ვაჭრობა, მეგობრობა, ძალადობის ირიბი წაქეზება, ქეთიმ რაც ახსენა. სულ ახლა ხან ჩვენ ნახეთ მოჭიდავეების ინციდენტი, ჩვენ ნახეთ ადამიანს პირდაპირ თვალწინ, ასე ვთქვათ, როგორი ფიზიკური, ასე ვთქვათ, დასახეჭრება იყო, რაც ნახეთ და სწორედ ამ მოძალადეების დაჯილდოების აქტს უყურეთ საპატიო პირიქით. როგორ შეიძლება? მე არ მახსენდება არც ერთი ნამდვილად დაჩაგრული ადამიანი, განსაკუთრებით უმცირესობის წარმომადგენელი, რომელსაც მხარი ამ ინსტიტუციამ დაუჭირა როგორც ჩაგრულს და როგორც უმცირესობის წარმომადგენელს. კეთი, იმიტომ რომ ეს გამოცდილება არ ყოფილა არასოდეს. ინსტიტუცია, რომელიც არის ძლიერის მხარეზე. აბა შემდეგ ბლოკში უნდა გავხსნათ რაღაც არქივები და ვნახოთ, აბა იმათ რა იპოვეს და რა შედეგი გქონდათ. მადლობა დათო, ძალიან საინტერესო. ძალიან დიდი მადლობა. დაგველოდეთ, რამდენიმე წუთში დავბრუნდებით და გავაგრძელებთ საუბარს და ძალიან საინტერესო ვიდეო უნდა ვნახოთ. დავრუნდით პირდაპირ ეთერში და ძალიან საინტერესო სიუჟეტი უნდა წარვადგინოთ. ისტორია, რომელიც არ დასრულებულა, ასე დაასათაურა შეიძლება ითქვას თენგომ თავის სიუჟეტი. მოკლედ ლატვიაში კგბ-ს არქივების ნაწილი გაიხსნა, გასაჯაროვდა კონკრეტული სახელები და გვარები. ამ კონკრეტული სახელები და გვარებიდან რამდენიმე ადამიანმა მიმართა სასამართლოს, რამდენიმე მდუმილი ამჯობინა. წინ არის მაისი, რომელმაც უნდა მოიყოლოს კიდევ მეტი დეტალის გასაჯაროვება, ასე ვთქვათ. ჩვენ ახლა შეგვიძლია ვნახოთ სიუჟეტი უფრო ვრცლად და შემდეგ დაგვრჩებოთ დრო იმისთვის, რომ სიუჟეტის შესახებ ვისაუბროთ. აქეთ მოგზავნით მოქალაქეო. ეს კაპიტალისტური დასავლეთი არ გეგონოთ, სადაც გაქვთ დუმილის, ადვოკატისა და მრავალი სხვა უფლება. აქ არაფრის უფლება არ გაქვთ. ეს საბჭოთა კავშირია, კგბ-ს ტერიტორია. როგორც არ უნდა იჭინთონ, ბურჟუაზიულმა ავის მთქმელებმა და სხვადასხვა რენეგატებმა ვერ მიაყენებენ ჩრდილს ოქტომბრის დიდ საქმეს. ბურჟუათა ჭინთვებს რომ დიად საბჭოეთში ვერ შემოეღწია, ზემოთ ეს ორი ათეული კაცი მუშაობდა. ქვემოთ 1000-ობით, 10.000-ობით, 100.000-ობით ადამიანი. ფარული ფრონტის მებრძოლები როგორც თავს ამაყად უწოდებდნენ. ოღონდ მათაც დაუდგა დრო, რომ ფარული გაცხადდეს. ლატვიის კგბ-ს აგენტების 1000-მდე სააღრიცხო ბარათი გამოაქვეყნეთ. ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო. დასრულდა მითები არქივების შესახებ. ლატვიაში დაგვრჩა კგბ-ს კარტოტეკა 1953-დან 1991 წლამდე. მასში სულ 24,000-მდე გვარია. ლატვიელთა გამბედაობაზე ახლა ყველა ლაპარაკობს. ჩვენადაც ვიცით, რომ საბჭოეთის უშიშროების აგენტთა შესახებ ინფორმაციის გასაჯაროება 30 წლის შემდეგაც არ შეგვიძლია. ამათ კი გადაწყვეტეს იმუშავეს და გააკეთეს. ლატვიის კგბ-სა და ცეკას არქივებზე 3 წელი ვმუშაობდით. 50-იანების შემდეგ აგენტების რიცხვი მუდმივად იკლებდა და 1987 წელს 7500-მდე ჩამოვიდა. გვაქვს ყველა სააღრიცხო ბარათი, მაგრამ არ დაგვრჩა პირადი საქმეები, სადაც შეკრებილი იყო ამ აგენტების მუშაობის მთელი ანგარიში. ჩანდა რა ინფორმაციას აწვდიდნენ უშიშროებას და რა დავალებებს იღებდნენ. კგბ-მ დასასრული პირველმა იგრძნო. 1990 წლის ნოემბერში თავმჯდომარე კრიოჩკოვმა მომავალმა პუტჩისტავმა რესპუბლიკურ კომიტეტებს დაავალა გაენადგურებინათ ყველა საბუთი, რომელიც პოლიტიკურ დაზვერვას, აგენტებს, რეზიდენტებსა და ოპერატიულ მუშაობას შეიცავდა. ეს ყველაფერი რამდენიმე კვირაში უნდა მოესწროთ, მაგრამ ვერ ქნეს. სხვანაირად არც ის საბუთები იქნებოდა, რომელსაც ლატვიაში ჩეკას სტომრებს უწოდებენ და ახლა ინტერნეტშია თავმოყრილი. და ვერც ვერავინ გაიგებდა, რომ პროფესორი აუზინში, რიგის უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი ოდესღაც საბჭოთა უშიშროების აგენტი იყო. მე ჩემს ამბავს მოგიყვებით და თქვენი ნებაა დამიჯერებთ თუ არა. 1987 წელს გამიჩნდა შანსი. ნახევარწლიანი სტაჟირება გამევლო პეკინის სახელმწიფო უნივერსიტეტში. წასვლა არ წასვლის ბედი რომ წყდებოდა, ჩვენთან აქ კგბ-ს ოფიცერი სასაუბროდ მოვიდა. ალბათ მისი დამსახურება იყო, რომ საკითხი დადებითად გადაწყდა.
პეკინში ყოფნისას ჩემი ჩინელი კოლეგა, რომელთანაც მეგობრობდი, წავიდა ირანში საერთაშორისო კონფერენციაზე. დამიბარეს საბჭოთა საელჩოში და მთხოვეს, რომ დაბრუნდება იმ კონფერენციის შრომათა კრებული გამოართვი და ასლი გადაგვიღეო. ეს სრულიად ღია სამეცნიერო ინფორმაცია იყო და იმ ბუკლეტების პოვნა ალბათ ახლაც შეიძლება ბევრ ბიბლიოთეკაში. გადავიღე და მივეცი. მეორედ მთხოვეს, თუ შანსი მექნებოდა, დავკავშირებოდი სამეცნიერო აპარატურის ჩინელ მწარმოებლებს და მეთხოვა, რაღაც დანადგარები რიგაში ჩემი ლაბორატორიის სახელზე არაოფიციალური გზებით გამოეგზავნათ. ჩინეთსა და საბჭოთა კავშირს მაშინ ცუდი ურთიერთობა ჰქონდათ და ემბარგო მოქმედებდა. თხოვნით კი მთხოვეს, მაგრამ ვერ შევასრულე. აპარატურის მწარმოებელი კომპანიიდან ვერავინ ვნახე. ეს იყო და ეს. პროფესორ აუზინშის პოპულარობის დონე უკეთ რომ გაიგოთ, იცოდეთ რომ 2 წლის წინ საპარლამენტო უმრავლესობის სამმა პარტიამ ლატვიის პრეზიდენტობა შესთავაზა. უარი თავად თქვა. ისევე როგორც იქამდე ბევრჯერ უთქვამს უარი დეპუტატობაზე. ჩეკას სტომრების გამომზეურების შემდეგ ერთი იშვიათი გამონაკლისია, ვინც აგენტობა აღიარა. ომოთ მედიას მაინც გაურბის. ჩვენს ინტერვიუზე დათანხმებამდე ერთი კვირით ადრე ცივი უარით ნიუ-იორკ ტაიმსი გაისტუმრა. არ ვიცი რა მოხდებოდა თანამშრომლობაზე უარი რომ მეთქვა. ალბათ ჩამიკეტავდნენ ყველა გზა საზღვარგარეთისკენ. ფიზიკა კი ისეთი დარგია საერთაშორისო თანამშრომლობისა და კონტაქტების გარეშე არ ვითარდება. ჩემმა კონტაქტებამ მომცა საშუალება უკვე 90-იანი წლების დასაწყისში ევროპის უნივერსიტეტში გამეგზავნა სტუდენტების დიდი ჯგუფი. გავხდი ბერკლის პროფესორი. ამ ორი შემთხვევის გარდა KGB-ს არაფერი დაუვალებია. არასდროს არავიზე ინფორმაციის მიწოდება არ უთხოვია. არავინ დამიბეზღებია. არქივის გამოქვეყნების შემდეგ შემეძლო სხვებივით სასამართლოში წავსულიყავი და მომეთხოვა ჩემი ბარათი ყალბად ეცნოთ. ბევრმა გააკეთა ასე და სასამართლო მათი 95% გაამართლა. მაგრამ ეს არ მინდა. ხმამაღლა ვამბობ, როგორც იყო და რაც იყო. ჩემმა შვილებმა და შვილიშვილებმა რომ იცოდნენ. სტატისტიკა ზუსტად ასეთია. დღემდე გამართული 380 პროცესიდან 20-ის გარდა ყველა მოსარჩელე მოიგო. არქივში უმეტეს შემთხვევაში მხოლოდ სააღრიცხვო ბარათებია დაცული. KGB-ს აგენტებად ვინმეს გამოსაცხადებლად აუცილებელი ხდება ამ ბარათებში მითითებული გადამბირებელი ოფიცრის გამოძახება და დაკითხვა. დამოუკიდებლობის შემდეგ ლატვიაში მათგან ბევრი არც დარჩა. მით უმეტეს 30 წლის შემდეგ ცოცხალი ძალიან ცოტაა და როგორც წესი, ვეღარ ან უფრო აღარ იხსენებს არაფერს. KGB-ს ყოფილმა თანამშრომლებმა ჩვენებებში დაწერეს, რა მეთოდებით მუშაობდნენ, ვინ გადაუვირებიათ, რა დაუვალებიათ. მაგრამ ამ საბუთებს ჯერ კიდევ საიდუმლოდ ვინახავთ. გამოვაქვეყნებთ მხოლოდ მაშინ, როდესაც მათში ნახსენები არც ერთი ადამიანი ცოცხალი აღარ იქნება. ჩეკას სტომრები 2018 წლის ბოლოს 22 დეკემბერს გამომზეურდა. ვიღაცამ ალბათ ისტორიის დაცინვა გადაწყვიტა და გამოქვეყნება ჩეკისტის დღეს დაამთხვია. შეიძლება სხვა ამოცანაც იყო. საშობაო საქმეებით გართული ქვეყანა ნაკლებად მოიცილდა მწვავე პოლიტიკური დისკუსიისთვის. ყველაფერი მართლაც მეტნაკლებად მშვიდად მოხდა. ოღონდ ყველასთვის არა. საკუთარი სახელი რომ ვიპოვე, იმდენი დავლიე აღარაფერი მახსოვს. კიდევ კარგი ჩემი შვილები არ იყვნენ სახლში. KGB-ში ძალიან ჭკვიანები მუშაობდნენ. არქივიდან მხოლოდ სახელები დატოვეს იმისათვის, რომ წლების შემდეგ აეფეთქებინათ ლატვია. ეთქვათ უკვე დამოუკიდებელი ქვეყნისთვის. ნახეთ რა საზიზღრები ხართ. ეროვნული თეატრის რეჟისორი ლორინში კიდევ ერთი საქვეყნო ცნობილი ადამიანია ტომრებიდან. საბუთების მიხედვით იგი 1980 წელს გადაიბირეს. რა ფსევდონიმი გაქვთ ამ ბარათში? ერიკი. То, что я только узнал, когда открылись эти мешки. Ратом. ვალდის ლორინში მათგანია, ვინც სასამართლოში წასვლა გადაწყვიტა. შთამომავლებისა და წინაპრების წინაშე სახელის შესანარჩუნებლად. Если я был агентом, მე თუ აგენტი ვიყავი, გამოდის რომ დავეთანხმე ბაბუაჩემის სიკვდილს ციმბირში. დედაჩემისა და ბებიის 16 წლიან გადასახლებასა და ჩემიდის სიკვდილს, რომელიც არასდროს მინახავს. გესმის რას მაბრალებენ? Я родился в Сибири, да. ჩემი ოჯახი საბჭოთა ოკუპაციის პირველი მსხვერპლი გახდა. 1941-ში ციმბირში გადაასახლეს. მეც იქ დავიბადე, კრასნოიარსკის მხარეში. ლატვიაში რომ დაგვაბრუნეს 6 წლის ვიყავი. დედა და ბებია იმ დროს ძალიან იშვიათად იხსენებდნენ. მაგრამ მგრძნობ, რომ ყველაფერი რაც მათ იქ გადაიტანეს, ჩემშიც დარჩა უსიტყვოდ. გადასახლების ისტორიის მოსმენა ბალტიის ქვეყნებში თითქმის ყველა ოჯახში შეგიძლიათ. სამი პატარა დაპყრობილი ქვეყნიდან საერთო ჯამში სტალინმა ორნაკადად 1941 და 49 წლებში 900,000-ზე მეტი ადამიანი გაასახლა. რაც იცოდა შიში ისეთი დათესა თაობებს ეყო. გაიხსენეთ, ვინ იყო ჩვენი ბავშვობის მთავარი გმირი, პავლიკ მოროზოვი. ვინც საკუთარი მამა დააჭერინა და დაახრეტინა. ასე ზრდიდნენ ადამიანებს, ამიტომ KGB-სთან თანამშრომლობა ბევრ სწორ საქმედ მიაჩნდა.
ბევრს მიაჩნდა, ბევრსაც არა. ლატვიის უცნობილესი პოეტი იანის როკპელნისიც ამ უკანასკნელთაგანი იყო. სუსტად ასე უწოდებს თავს, უკანასკნელთაგანი. დამიბარეს კუთხის სახლში და მაჩვენეს წერილი, რომელმაც ყველაფერი გადაწყვიტა. ახლაც ვერ გავამხელ რა ეწერა, მაგრამ სხვა გზა აღარ დამიტოვეს. მე არაფერი დამიწერია, მაგრამ რამდენიმე წლის განმავლობაში ჩემს კურატორს თვეში ერთხელ ხვდებოდი და უყვებოდი, რა ხდებოდა ჩემს გარშემო. მისმენდა და რაღაცეებს ინიშნავდა. მას შემდეგ საკუთარი თავი შემზიზღდა. კუთხის სახლს ამ შენობას უწოდებენ. ნებისმიერ სხვა ქვეყანაში არქიტექტურულ შედევრად ჩათვლიდნენ და დიდხანს არ მოაცდენდნენ. ოღონდ არა აქ. რიგის ცენტრში ულამაზეს ნაგებობას აწლეულებია პატრონი ვერ უპოვნეს. ამ წარსული სახლის ყიდვა უბრალოდ არავის უნდა. discloses my story. კგბ-სთან თანამშრომლობის ჩემი ამბავი რომ გამოვაქვეყნე უამრავი წერილი მივიღე. არც ერთი არ იყო სალანძღავი. ძალიან ბევრმა მომწერა მადლობა თავისი გარდაცვლილი მშობლის ნაცვლად. მამა ამ ბაბუა აღმოვაჩინეთ სიაში და ძალიან დავიბენით. თქვენი მონათხრობით კი გავიგეთ, რა შეიძლებოდა მომხდარიყო. არქივი წლების შემდეგ რომ გამომზაურებულიყო, აღარავინ დარჩებოდა ამ ისტორიების მომყოლი და შთამომავლობა ყველას ერთნაირად გაგვასამართლებდა. შემორჩენილი ბარათებით შეიძლება მასშტაბის გაგება რა რაოდენობის საბუთებია გამქრალი არქივებიდან. ამ ბარათის მფლობელი საქმე მაგალითად 9 ატომისგან შედგებოდა. ამისა 11-ისგან. საქმეში გარდა ბიოგრაფიისა აღრიცხული იყო მათთან ურთიერთობის ყველა დეტალი, ყველა დავალება, რაც მიუღიათ, შეუსრულებიათ ან ვერ შეუსრულებიათ, ყველა დასმენა, ყველა ანგარიში. არქივი აქამდე რომ გამოექვეყნებინათ, სამოქალაქო ომი აწყდებოდა. ომი თუ არა ადამიანები ერთმანეთს დახოცავდნენ. ახლა მეც უნდა ვეძებო სიმართლე და ვამტკიცო რომ არაფერზე მომიწერია ხელი. სამაგიეროდ სულ უგრძნობდი ზეწოლას. რაღაც სპექტაკლები ამიკრძალეს. ერთი დადგმა მქონდა, რომელიც კომისიამ 8 ჯერ ნახა და ყოველჯერ რაღაც უნდა ამოეღო. ახლა ჩემი შვილების გამო წავალ სასამართლოში. კგბ-ს სჭირდებოდა ყველა. შეგვიძლია მეტნაკლები სიზუსტით გამოვიცნოთ, რისთვის იყენებდა უშიშროება ქალს განათლების, საცხოვრებლისა და სამსახურის გარეშე. კგბ იყენებდა გემის კაპიტნის თანაშემწეს. ბიოლოგს, კოლმეურნეს, მასწავლებელს, ფოტოგრაფს, ძღოლსა და ვეტერინარ ფერშელს. სულ ახლახან ლატვიის მეზობელ ესტონეთში უშიშროების უჩვეულო მუზეუმი გახსნეს. საბჭოთა დროინდელ 22 სართულიან სასტუმრო ვირუს 23 სართულზე, რომლის არსებობის შესახებ ბევრმა იმდროინდელმა თანამშრომელმაც არ იცოდა. აქ ყველაფერი ისევეა, როგორც 80-იან წლებში. მოსასმენი აპარატურის ჩათვლით. უსმენდნენ ყველას, თუ საჭირო თვლიდნენ, იწვევდნენ სასაუბროდ. ეგრეთ წოდებული ინტურისტის სისტემა, როგორც წესი, კგბ-ს საფარს ქვეშ მუშაობდა. ბარათებში იპოვნით სასტუმროების ალბათ სრულ პერსონალს. აგენტებს შორის იყო თითქმის ყველა ეროვნების ადამიანი, მათ შორის საქართველოში დაბადებული 6 ეთნიკურად რუსი და 1 გერმანელი. ცალკე კატეგორია არსებობდა ეგრეთ წოდებული კონსპირაციული ბინის მეპატრონეებისთვის. მართლა ხომ არ გონიათ, რომ ფარული ჩანაწერები ჩვენი დროის გამოგონებაა? კგბ იწერდა თუ იწერდა. კონსპირაციულ ბინებში კურატორები ხვდებოდნენ აგენტებს, რომელთა გამოჩენაც იმ ცნობილ კუთხის სახლში არ შეიძლებოდა. უცნაურია, მაგრამ მგონია, რომ საზღვარგარეთ უფრო სერიოზული დისკუსია მოხდა. შეერთებულ შტატებში, რუსეთში, უკრაინაში. იქ, სადაც აქაური აგენტები წავიდნენ საცხოვრებლად. რიგის სემინარი ამზადებდა კათოლიკე ღვთისმსახურებს უკრაინისთვის. ჩეკას ტომბრებში ვნახეთ სემინარისტ კაზიმირ გამიურკას სახელი, რომელიც ახლა არქიეპისკოპოსია. ლატვიაში ცხოვრებისას გადაიბირეს მონაზონი სერგია, რომელიც დღეს რუსეთის ყველაზე გავლენიან მართლმადიდებელ იღუმენიად ითვლება. ეს საბუთებიც გვაქვს. გვამი ვიყავი და ჩემში ეშმაკი ცხოვრობდა. ფიზიკურად ვგრძნობდი მას. ახლა როდესაც ახსარება დავწერე და გამოვაქვეყნე, სადღაც წავიდა. გამანთავისუფლა. ჩეკას ტომბრებიდან საბჭოთა კავშირი კარგად ვერ მოყრილი, მაგრამ პრაქტიკულად ცოცხალი ამოვიდა. არქივის გამოქვეყნების ეკომ ისრაელი ნანას ჩამოაღწია. ყოფილი ლატვიელი სავალუტო მეძავები, რომელთაც კგბ უცხოელთა შანტაჟისა და ინფორმაციის მისაღებად იყენებდა, ახლა თურმე აღქმულ მიწაზე პენსიონერობენ და წარსულის გახსენება სულაც არ გაუხარდათ. მაგრამ იყო დიდად მხიარული ამბებიც. კომისიას ძალიან დაეხმარა კარდინალი იანის პუიოტსი. მარტო კი არ მოგვიყვა საბუთებიც გადმოგცა. იცით რატომ ამორიცხეს თავის დროზე აგენტობიდან? ქრთა მიმისცა, რომელიღაც ეკლესიას მანქანა სჭირდებოდა და რიგიჯერ არ უწევდა. მან კი 1000 მანეთი ჩაუჯიბა ლატვიის მინისტრთა საბჭოსთან არსებულ რელიგიის კომიტეტის თავმჯდომარეს და ვოლგა გაზ 24 დაჩქარებული რიგით მიიღო. გაუგეს, დაიბარეს და ფული დაუბრუნეს. გააფრთხილეს ენისთვის კბილი დაეჭირა, ციხეში რომ არ აღმოჩენილიყო და როგორც არასანდო ელემენტი აგენტობისგან გაათავისუფლეს.
ლატვიური არქივი უტყუარი მოწმია, როგორ ჰქონდა კგბ-ს ფეხი ჩადგმული ყველა სფეროსა და სტრუქტურაში. მეცნიერები დაწყებული და ეკლესიი დასრულებული. ახლა გასაჯაროებული მრავალი სააღრიცხვო ბარათი სულ პოლკოვნიკების ხელმოწერებით ადასტურებს ჩვენში მოარულ ხმებს, რომ უშიშროებას ქართულ ეკლესიაში საკმარისი დასაყრდენი ექნებოდა. მეორე კარდინალმა ბუჩმა სიკვდილამდე მოასწრო ჩვენების მიცემა კომისიისთვის. მოყვა რომ სთხოვდნენ დაეწერა ვინ ესწრებოდა წირვას, ვინ ეზიარებოდა, ვინ ინათლებოდა. სამაგიეროდ მას როგორც სანდო სასულიერო მოღვაწეს მუდმივად რთავდნენ საბჭოთა დელეგაციებში, რომლებიც საერთაშორისო რელიგიური თანამშრომლობის ან სამშვიდობო საკითხებზე, კონფერენციებსა და შეხვედრებში მონაწილეობდნენ. ჩვენი კვლევებით დასტურდება, კგბ ასეთ ფორუმებს მუდამ დაზღვევისთვის იყენებდა და იქ თუ ვინმე მიდიოდა, ნიშნავს, რომ საგანგებოდ იყო მომზადებული კგბ-ს დავალებით, კავშირების გასაბმელად. საბჭოთა საქართველოს რომელი სასულიერო ლიდერი დადიოდა საერთაშორისო რელიგიურ და სამშვიდობო კონფერენციებზე თქვენ გაიხსენეთ. ვის კგბ-შნიკობას დაიჯერებდა, ვისაც არა, საბოლოო ჯამში ესეც თქვენი პირადი საქმეა. ოღონდ ყველაფერთან ერთად უნდა იცოდეთ, რომ გარდა აქტიური აგენტებისა უშიშროებას ყავდა საგანგებო პერიოდის რეზერვისტები. ისეთი პროფესიის ადამიანები, რომლებიც ომისა და ტერიტორიის დაკარგვის შემთხვევაშიც კი დარჩებოდნენ საკუთარ სოფელში ან ქალაქში და კგბ-ს მტრის ზურგიდან მიაწოდნენ ინფორმაციას. და პრინციპში, ასეთ საგანგებო პერიოდად შეიძლება შეითვალოს ლატვიის ან საქართველოს დღევანდელი დამოუკიდებლობაც. როდესაც კგბ ოფიციალურად ვერ მოქმედებს, მაგრამ ინტერესი დიდი აქვს და სავარაუდოდ საცეცებიც. კგბ ყველგანაა, კგბ ყველაფერშია. ეს იცის ყველა ყოფილმა საბჭოთა მოქალაქემ თავისი მშობლისგან, იმან თავისი მშობლისგან, იმან კიდევ თავისი მშობლისგან. ქვეყანა ალბათ მართლაც ევროკავშირისა და ნატოს წევრი უნდა იყო, რომ ძალიან დაცულად გრძნობდა თავს და პირდაპირ ხლა წარსულის აჩენდილებს. მორჩა ფელიქს ედმუნდოვიჩი დამთავრდა, მოდი წარსული ახლა დაწერილ ისტორიად ვაქციოთ. ვაიმებ ეს რა ვნახეთ? რა მძიმე ამბავი. მიუხედავად სიმძიმისა, ყოველთვის იმის მომხრე ვიყავი, რომ იგივე მოხდეს საქართველოში. მე არ ვარ არც შურისმაძიებელი ადამიანი, არც აგრესიული, არც სასტიკი პირიქით. და როგორცობით შურისძიება სულაც არ გამოსწრე. ადამიანები ამბობენ, რომ გათავისუფლდნენ, მაგრამ შემდეგ რაც აღმოჩნდა იყო კათარზისის თემა. აი, ამაგარი ეს კათარზისი. თემა მთავრდება მაშინ, როცა ნამდვილად ინანიებ იმას, რა. აი, პოეტი ამბობს, ხო, რომ ეს შმაკი შენგან მაშინ გავიდა, როგორც კი ახსარებავ. მაგას ვეუნები ჩვენს პოლიტიკოსებს პირველ რიგში. პრეცედენტი რომ ვიღაც გამოვიდა და თქვა. არა გვაქვს მაგის პრეცედენტი, რომ მოინანიოს. დავით აღნიშნულის მერე გარქონიან. დავით აღნიშნული ყავდა ეგეთი. ანუ ამ ხრივ უნიკალური თანამედროვე არცეთი პოლიტიკოსი მაგაზე არ ფიქრობს, რომ ჩვენთან ბუდიშის მოხდა და მონანიებაზე ლაპარაკი ზედმეტი ითვლება საშინელ სისუსტეს. სისუსტეთ, როცა რასაც პუტინს უკეჟინებენ, ზუსტად იგივე მახასიათებელია. ვერ გავამტყუნებ მხოლოდ იმას, ვისაც უჭირს ბოდიშის მოხდა, იმიტომ რომ თვითონ ჩვენ საზოგადოებად სუსტებად თვლით მათ, ვინც ბოდიშს იხდის და რაღაცას. ხო და აი ისე უნდა მოიქცე, რომ ვისაც გონია, რომ ბოდიში სისუსტეა, იმაზე მაგარი უნდა იყო და შენ ბოდიში მოიხადო. და ყველაფერი უკეთესად იქნება ჩემი ზღრმანწმენით. რაც შეეხება კგბ-ს სიებს და გამოქვეყნებას, მეც მესმის რომ შეიძლება მოუყვეს ჩვენთან უარეს. აი ხა ამბობდა რომ სამოქალაქო. მე იმის მომხრე ვარ. ოღონდ ეს ხალხი მოვიშოროთ ხელისუფლებიდან, რომ იმის მომხრე ვარ. თუნდაც საჯაროდ ნუ გამოაქვეყნენ, მაგრამ არჩევნები რომ მოვა, კითხავობა რო გვიწევს. ეს კანდიდატია კგბ-შნიკი თუ ის არის კრემლის აგენტი, მაგას მაინც ხო ავწდებით, რომ არ კონდეს უფლება. ეს გარგვიშველის დათო, იმიტომ რომ ზოგიერთი ახალგაზრდა, რომელიც დაბადებულიც არ იყო, ხო, საბჭოთა კავშირში, რომ 2000 წელს დაიბადა, იმეორებს ზუსტად იმას, რასაც კგბ კი გეთანხმები, რომ ადრე ეგ არ არის ჩვეულებრივი. და მარტო პოლიტიკაში არ არის. ისე მუშაობს როგორც საბჭოთა პერიოდში. გეთანხმებით აბსოლუტურად, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ნაბიჯი უნდა გადავდგა. გარდაუვალია, თვალი არ დაუსწორო. აი ვნახეთ, მუზეუმებად არის ხო ეს ქცეული და ჩვენ შემთხვევაში კიდე რა ხდება? აი რასაც რეკლამის დროს ყვებოდი. აგვისტოს მერე აღარ ჩანს ოკუპაციის მუზეუმი გვაქვს ერთი და ბანერი რომელიც გარეთ იყო და ნებისმიერ ტურისტს რომელმაც თქვათ ინტერნეტში ვერ ნახა და გზად შეხვდებოდა, იმასაც კი აღარ აქვს ინფორმაცია. მე მგონი რომ ეს ამ ხელისუფლებამ სპეციალურად აგვისტოს შემდეგ არის ჩამოხსნილი და დარწმუნებული ვარ ამაში. სამჯერ მივედი, ქეთი არ დამეზარა რომ გამერკვია რატოა ჩამოხსნილი და პოლიტიკური აქტი. ხო, ალბათ არის, იმიტომ რომ გაფუჭებულია და აკეთებენ მე ასე მიპასუხა დაცვისთან. გასაგებია რომ დროშას ვერ მანძილზე მე და შენ ხელით მოგსოვდით მაგ ბანერს რომ მოგვენდობები. გასაგებია რომ ვერაფერს ვერ აბავენ თავს და ზოგადად ასე დაგვამახსოვრეს თავი რომ ვერ ვაკეთებ, თვითონ გამოდევ, ვერ ვარჩევ ღილაკებს, დროშას ვერ ვკიდებ, სკამს ვერ ვამაგრებ, ფერებს ვერ ვარჩევ, მაგრამ ეს იყო შეგნებული
მიგონებული ნაბიჯი ჩემი აზრით. აი სხვა ამიდა კიდევ თქვა რომ აი დააკვირდით ხო იქ ადამიანი ჯერჯერობით კათალიზზე გეთანხმები რა გამოუგნებელი მაგრამ იყო ადამიანი რომელსაც ან აშანტაჟებდნენ ან რაღაცის გამო ან ძევალი როდესაც იმპერიის მონახარ და გაშანტაჟებენ სიცოცხლით ასეთი აღსარებელი ქნა ყველას გმირია ხო თანამედროვე გიჩდება როგორ არა იცი ვის ვერ მეუტევებ ვინც თავისი ნებით ისა ასეთი ფრაზა მოვისმენია რომ კგბ-ში ჭკვიანი ხალხმა მე ის ადამიანი ჭკვიანი არ მგონია ვინც დამპყრობლის სამსახურში თავის ნებით დგება ის ჩემს არის იდიოტი და ნაძირალა ის არ არის ჭკვიანი კაცი დღესაც ესე არის ვისაც აშანტაჟებდნენ და აიძულებდნენ სხვადასხვა ისეთი წერილი წამაკითხეს რომ რას ამბობენ ეხლაც ვერ ვიტყვი ამდენი წლის ამ შემთხვევაში იმას რა თქმა უნდა ყველაფერს მიუტოვებ რა თქმა უნდა იმას გაუგებ მაგრამ თავისი ნებით კარიერის გამო და უკეთესი ცხოვრების გამო სხვისი დაჩაგულის ხაზო თავისი პირადი ბედნიერება მოეწოდა დამპყრობელი სამსახურში დგებოდა იმ ხალხს მე ვერაფერს ვერ გაუგებ ის არის ნაძირალა ის ჭკვიანი ვერ იქნება და არც ნიჭი ის არის ჩვეულებრივი ნაძირალა ის არის დამპყრობელი და ის არის კგბ-ში იმას ვერ ვაპატიებ დანარჩენს რა თქმა უნდა ყველას ვაპატიებ მე მგონია რომ ეს ჩვენ გასავლელი გვაქვს შეიძლება მაგალითი ამოვიცნოთ თუ მაინც სახელდება არ მოხდება მე მგონი ქმედებით შეგვიძლია ნუ ვიმკითხავთ ისა იმიტომ რომ შეგვეშალოს და დავაბრალოთ შეიძლება იმაზე უარი უწოდოთ მარტო ის მაგალითზე შეგვიძლია შევთანხმდეთ იმაზე რომ რაღაცნაირად ჩვენთანაც მზაობა უნდა იყოს ამისი და როგორც თვითონ ამბობენ ამ შემშურდა მათი ფსიქოლოგიური და პოლიტიკური მზაობისა ამ საკითხებად მათი მზაობა იცი რა კულტურას არ ახასიათებს ამგვარი თვითრეფლექსია ღია თვითრეფლექსია პირიქით ღია იყო ყველაფერი საბჭოთა გამოფენილია და მიღბის გაკეთება კგბ-შნიკებისაგან, კგბ-შნიკებისაგან და ნაძრილებისაგან თავისუფალ საქართველოს გაუგებარეს. კარგი დრო აღარ გვაქვს, ვემშვიდობებით ჩვენს მაყურებელს მომდევნო შაბათამდე მადლობთ რომ ვიყურებთ. და მადლობა თენგოს ერთ-ერთი საუკეთესო სიუჟეტი რაც მინახავს რუსთავი რადიო. მადლობა. მადლობა.